გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ეს არის ტვინის გასაღების ანალიტიკის მე-6 ეპიზოდი. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია პოლიტოლოგი და ისტორიკოსი ბატონი სოსო მანჯავიძე. გამარჯობა ბატონო სოსო, მადლობა რომ მოხვედით და გვეწვიეთ. სოფლიოში საინტერესო მოვლენები ვითარდება და მოდით ჩვენი საუბარი უნგრეთის ამბები დავიწყო და მე ირანის კონფლიქტსაც შევეხოთ, უფრო რაღაცას ვცლად. ხო, უნგრეთში ორბანი დამარცხდა, თან კატასტროფულად დამარცხდა. გაიმარჯვა პიტერ მაიერის პარტია ტისამ, რომელმაც პარლამენტში 128 მანდატი ან 199 დეპუტატი 128 გაიყვანა და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. ეს პიტერ მაიერი არის ორბანის პარტიის წევრი იყო 2024 წლამდე და 2 წელს შექმნა პარტიამ ესეთი რაღაც ისტორიულ შედეგს მიაღწია, თან 80%-იანი აქტივობა იყო მამორჩევლის, ესეთი ისტორიული შედეგია თვითონ უნგრელებისთვის. თქვენი აზრით როგორ რომლები განვითარდება და ჩვენთან მიმართებაშიც როგორ იქნება მადიარის მიდგომა. ეხლა რაღაც კაი განცხადებები კი გააკეთა ჩვენთან მიმართ, მაგრამ ქმედებებში რამდენად მოიყვანს ამას თქვენი აზრით როგორ ფიქრობთ? და საერთოდ უნგრეთში რა ხდება, ანუ ეხლა რა განცხადებებს უნდა ველოდოთ? ქრისტიანს დგა? ჭეშმარიტად აღსდგა გილოცავთ. ულოცავ საქართველოს. ხო, ნამდვილად. ახლა რაც შეეხება უნგრეთის არჩევნებს, პირველი რაც უნდა ვთქვათ, ეს შედეგი არ იყო მოულოდნელი, თუმცა მასშტაბები დამარცხების ორბანის პარტიის მართლაც შთამბეჭდავია. ნამდვილად. რა მიზეზები ჰქონდა ამას? პირველი, რა თქმა უნდა, არის ეს მოკირჭების ფაქტორი. 16 წელი ის იყო შეუცვლელად უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ამავე დროს ახლა ნებისმიერი აღმასრულებელი ხელისუფლება იმ ვითარებაში, როდესაც დაუშვათ არის ლიბერალ-დემოკრატიული მოდელი, ესე ვთქვათ, ხელისუფლების მოწყობის, აგროვებს გარკვეულ უარყოფით ქულებს, რომელიც დაკავშირებულია კორუფციასთან, პიროვნულ სიმპათია, ანტიპათიასთან, თვითონ იმ ფაქტორთან, რომელიც ვთქვით, ასე შემდეგ და ამგვარები. ასევე უნგრეთის შემთხვევაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა საგარეო ფაქტორი, რომელზეც ააგო კიდევაც ორბანმა სრულად შეცდომით, რა ქვია, არც თუ ისე მოხერხებულად სხვათა შორის თავისი წინასაარჩევნო კამპანია. ამავე დროს ორბანის დაპირისპირება ევროკავშირთან, ევრობიუროკრატიასთან და მისი კავშირი დეკლარირებული კავშირი ტრამპთან და ასე ვთქვათ ნეთანიაჰუსთან. ეს უკვე რეაქციები გვაძლევს ნუ ახლა ისეთი უარყოფითი ფაქტორი, უარყოფითი როლი ითამაშა, იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპი არა მარტო ამერიკაში კარგავს პოპულარობას თავისი სრულიად წარმოუდგენელი მოქმედებებით, რომელიც გამოიხატება როგორც მის პირად აბსურდულ გამონათქვამებში და ნაწერებში, არამედ იმ საფრთხით, რომელიც მთელ კაცობრიობას შეექმნა ირანის ავანტიურის დასაწყისის შემდეგ. ნეთანიაჰუს საერთოდ შავი ის არის ნიშანია ყველა პოლიტიკოსისთვის, ვინც კი ბავშვად მას გაეკარება, იმიტომ რომ ნეთანიაჰუს ტყუილად არ უწოდებენ ახლა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პოლიტიკოს, აგერ პატიცონმა ერდოგანმა უწოდა მას თანამედროვეობის ადოლფ ჰიტლერი. ხო, ეგ ხშირად უწოდებს. მაგრამ თან ვაჭრობს მაგას. რა თქმა უნდა, ერდოგანი ეს ფენომენია ზოგადად რიტორიკის სიმწვავისა და პოლიტიკის მოქრინლობის თვალსაზრისით და აგრძელებს თურქეთის იმპერიის თვითგადარჩენის, ასე ვთქვათ, ტრადიციას. როდესაც ისინი ფაქტიურად როდესაც დაკარგეს მათ ძალა ფიზიკური, ინდუსტრიულ, კოლონიურ სახელმწიფოებთან შედარებით, მთელი საუკუნე ინარჩუნებდნენ ფაქტიურად თავის სტატუსს დიპლომატიის მეშვეობით. ეს ცნობილი თურქული დიპლომატიური სკოლა და ნუ ეს ცალკე საკითხია. ამავე დროს რა ფაქტორი იყო კიდე? თვითონ ავიღოთ ამ მადიარის ფაქტორი. ეს ძალიან კარგად შერჩეული პოლიტიკური ტექნოლოგიის პროდუქტია. რა პროდუქტია ახლა ეს მადიარი? თვითონ მადიარი, თვითონ გვარი, ასე ვთქვათ. ეს აგვიძებს უნგრელების გარკვეულ ეროვნულ სიამაყეს, გვარი. ძალიან საინტერესოა თვითონ მადიარი. ანუ შერჩევის პარამეტრები. მადიარი ხო იცით რასაც ნიშნავს? მადიარები არიან უნგრელები.
უნგრელი. მაგის ბაბუა იყო პრემიერ-მინისტრი თუ რაღაცა ხო. მადი, ამავე დროს ის ინსაიდერია, მისი ცოლი დიდი ხნის განმავლობაში იყო უნგრეთის იუსტიციის მინისტრი, აქედან გამომდინარე ინსაიდერული ინფორმაციით და ექვემდებარებოდა პატივცემული მადიარის მიერ ხშირ ოჯახურ ძალადობას, რისთვისაც ის არაერთგზის იყო, ესე ვთქვათ, პოლიციაში გამოძახებული კი არა, სასწაულებლად არ დააპატიმრეს სხვათა შორის. ამავე დროს მადიარი ცნობილია როგორც ნარკოტიკების ხშირი მომხმარებელი, ამ ბოლოს იყო მისი ვიდეოები ვრცელდება, სკანდალი იყო ძალიან დიდი, იქ ძალიან უხამს მოქმედებების დროს გახლავთ პატივცემული მადიარი გადაღებული, უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი. ანუ მარტივად სამართავი ფიგურა იყო. ხო, ანუ ეს ზოგადად საინტერესო ის არის, რომ ასეთი ტიპის კომპრომატები მაგალითად არ გახდა იგივე სააკაშვილის არჩევნების დროსაც არ გახდა მუხრუჭი. არ გახდა მუხრუჭი. ახლა აქ ერთი კიდე ნიუანსიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახალგაზრდები ზოგადად რეაგირებენ გარკვეულ ესე ვთქვათ უფრო ემოციურად იღებენ გადაწყვეტილებას. ემოციურად იღებენ და პერსონის ასე ვთქვათ ასარჩევი პერსონის ასაკს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იქიდან გამომდინარე, რომ დაუშვათ ჩვენ გარკვეულ ასაკში ადამიანები გვექვემდებარებით ჰორმონალური ფონის აქტიურობას. ეს ჰორმონალურ ფონს ჰორმონები მოგეხსენებათ გმართავენ ჩვენ და განსაკუთრებით ახალგაზრდებულ ასაკში, ხო? ჩერჩილი ამბობდა სხვათა შორის, რომ 54 წლამდე არ შეიძლებაო პოლიტიკურ თანამდებობებზე ადამიანების არჩევაო, ვინაიდანო ასეთი ადამიანიო უფრო თავისი მდივნის გარკვეული სხეულის ნაწილებზე ფიქრობსო, ვიდრე დაუშვათ ქვეყანაზეო. ეს ჩემი ის არ არის, ესე ვთქვათ, ეს ჩერჩილია. ხო, ციტირებ, ანუ აქედან გამომდინარე ამ ფაქტორმა ძალიან დიდი მნიშვნელობა, ძალიან დიდი როლი ითამაშა და ფაქტია, რომ ახალგაზრდობა გამოვარდა გარეთ. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაზაფხულიც არის. გაზაფხული მოგეხსენებათ ამ დროს ბიოლოგიურ არსებებში სწორედ ამ ჰორმონების ესე ვთქვათ გაღვიძებას იწვევს. იხილეთ ბუნების, ესე იგი, უამრავი ზამთარში ორბანს არჩევნები შეიძლება მოიგო. ხო, ესეც რა თქმა უნდა. ანუ ახალგაზრდობისთვის გასაგებია, რომ მადიარი გაცილებით უფრო დაუშვათ ატრაქციული იყო და ეს ჩვენთანაც სხვათა შორის იგივე ფაქტორი ძალიან ძლიერად მოქმედებს. ძალიან ცდება ბევრი, რომ დაუშვათ არჩევნები ტარდება რაციონალური და პრაგმატული და ხალხი ირჩევს რაციონალურად და პრაგმატულად. ეს არასწორია. ამაზე ჯერ კიდევ დიდი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი წერდა თავის სახელმწიფოში დიალოგებში ბერგან არის ეს, მაგრამ აი განსაკუთრებით კარგად აქვს გამოხატული, რომ ფორმა დემოკრატია ბოლო-ბოლო აუცილებლად გადადის ოხლოკრატიაში. ანუ ოხლოს, ანუ ბრბოს ქვენა იმპულსებზე სპეკულაციაში. და ამიტომ ის მიიჩნევდა, რომ არისტოკრატია გაცილებით უფრო ის არის, რა ქვია, მისაღები ფორმა, თუმცა არისტოკრატიაც გადადის უფრო თავის წინააღმდეგობებში და ასე შემდეგ. არისტოტელეც ასე მიიჩნევდა და ზოგადად ყველა დიდი ფილოსოფოსი და ისტორიას რო გადახედო, ეგრეც ხდებოდა, ხო? აუცილებლად. ხო და აი ეს ახლა ნათელი მაგალითია. ამ დროს ამას ძალიან კარგად იციან იმ ძალის ცენტრებმა, რომელიც ევროკავშირის შემქმნელმა ასე ვთქვათ ძალებმა. თვითონ ევროკავშირის შექმნის ისტორია რო განვიხილოთ, მისი ინვერსიით, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ჩამოყალიბდა, თუმცა ევროკავშირის სტრუქტურის ჩამოყალიბების ესე ვთქვათ ფესვები უფრო შორს მიდის ისტორიაში. იხილეთ მაგალითად რიჩარდ კალენხოვე კალერგის ცნობილი, ესე ვთქვათ, წიგნი
25 წელს გამოცემული, ეს არის პრაქტიკული იდეალიზმი, ის იქ გარკვეულად აყალიბებს ევროკავშირის ჩამოყალიბების ესე ვთქვათ იდეოლოგიურ საფუძვლებს და ის პრაქტიკულად მოქმედებდა ამისთვის, თუმცა ადოლფ ჰიტლერმა, რომელსაც მან ხოთაშორის შესთავაზა და მისმა მაშვილმა მოძრაობამ თანამშრომლობა 38 წელს დაწვა მისი წიგნები, თუმცა ეს წიგნი არ გამოცემულა ფართო, იმით სახელმწიფო წიგნი იყო. ანუ დღეს ახლა ის ძალა, რომელიც ფრონტმენი არის სოროსი, აცხადებს, რომ მან გაიმარჯვა უნგრეთში. ახლა რატომ უნგრეთში? ცნობილია, რომ ვიცით საიდან არის სოროსი გახლავთ შოროში, უნგრელი ებრაელია ეს და ესე იგი საკმაოდ არც თუ ისე ვთქვათ სასიკადულო ისტორია აქვს მას დაუშვათ იგივე უნგრეთის მაშინდელ ფაშისტურ ხორტის მთავრობასთან თანამშრომლობის. ასე ვთქვათ. ჩვენ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ უნგრეთში დიდი ხნის განმავლობაში ვინ იყო უნგრეთის მმართველი? მიკლოშ ხორტი. მიკლოშ ხორტი იყო ფაშისტი, ანუ მოკავშირე ადოლფ ჰიტლერის და თუ სადმე შეხვდა და იგივე საბჭოთა არმიას წინააღმდეგობა, ყველაზე გააფთრებული წინააღმდეგობა და თუ მონაწილეობა მიიღო ვინმე იგივე იმ რეპრესიებში, რომელსაც აწარმოებდა ვერმახტი და მისი მოკავშირეები, ამ მოკავშირეებიდან გამორჩეულები იყვნენ უნგრელები, რომლებიც განსაკუთრებულად ხოთაშორის ესე უსწორდებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობას. ამავე დროს იგივე დაუშვათ საბჭოთა არმიის შეტევის დროს 45 წელს 44 წლის ბოლო 45 ცნობილი ბალატონის ბრძოლები და ცნობილი ბუდაპეშტის აღება ეს იყო კატასტროფული 100,000 საბჭოთა მეომარი შეეწირა სხვათა შორის ამას და საშინელი წინააღმდეგობა შეხვდა არის ძალიან საინტერესოა როგორ მოხდა ბუდას და მერე პეშტის იმის აღება დაუშვათ ანუ ბუდაპეშტი ხო ვიცით როგორც არის მოწყობისა თვითონ გეოგრაფია ანუ მე რა მინდა ამას მოყვა კიდე უნგრეთის მოვლენები ხომ საჯანყება ცნობილი რომელიც იქნა ჩახშობილი კიდევ ერთი ფაქტორი რატომ მოვყევი ეს კიდევ ერთი ფაქტორი იყო სწორედ რუსული იმ ფაქტორთან ერთად მადიარის ასე ვთქვათ ატრაქციულობასთან ერთად მისი ასაკიდან გამომდინარე სადაც სხვათა შორის ვერ დავამთავრე არავითარი უარყოფითი გავლენა არ მოახდინა მისი ასეთი გარყვნილი ქმედებების დემონსტრირებამ. თუმცა მაგ ჩახშობაში აი უნგრეთში ვახსენეთ, მაგ რადიო ამერიკის ხმა მაშინვე დიდ მონაწილეობას უწევდა მაგ დროსაც კი. კი, რა თქმა უნდა, ეს რა თქმა უნდა. და რას ვიძახი, პირიქით მოხდა და ეს მე პარალელი რო გავავლოთ სააკაშვილის ცნობილ კადრებთან იქ აჭარაში. ხომ გვახსოვს? მაშინ ხო ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, ანუ რო ამის მერე პირიქით მოხდა. ანუ ეს მოქმედებს ადამიანის ქვეცნობიერის გარკვეულ, ესე იგი, არქაულ ნაწილზე, სადაც ზნეობა არ არსებობს იქ. იქ სხვა იმპულსებია, არქაული იმპულსებია. ეს მეორე ფაქტორი, რომელიც იყო ეს კიდევ ერთი ფაქტორი, ცოტა გაწყდა აზრი და დაუბრუნდეთ. თუ არ დაგვზრახავს მაყურებელი. ეს იყო რუსეთის როგორც გარემტრის ფაქტორის გააქტიურება, სადაც მასობრივად ხდებოდა ხო რუსკი კარაბლ ასე შემდეგ მერე რუსებო სახში წადით და სად უნგრეთ და სად რუსეთი ეს გაუგებარია, მაგრამ ეს ფაქტორიც მუშაობდა ფაქტია ახალგაზრდობაში დაახლოებით ანუ ჩვენთვის კარგად ცნობილი პატერნებით იმართებოდა აბსოლუტურად. რაც შეეხება სოროს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ჩვენ მოვიგეთ, სოროსი ვინ არის? სოროსი არის როჩილდების ფრონტმენია, მოდი ასე ვთქვათ. და შესაბამისად ეს რევანში ანუ ჯორჯ სოროსი, რომელიც აკრძალული იყო თავის სამშობლოში, მისთვის შედგა. ეხლა დაიწყება ამ რევანშის პოლიტიკური რეალიზაცია.
ხლა აგვაძლევს ამის თქმის საშუალებას. თვითონ პროექტის მიმდინარეობა, ანუ თვითონ მადიარის პროექტის, ასე ვთქვათ, საეჭვო მსგავსება იგივე პროექტ მაკრონთან, რომელსაც არავინ არ იცნობდა. იყო როჩილდების ბანკირი და ზუსტად თუ ასწვევი 8 თვით ადრე ეს აბსოლუტურად უცნობი ადამიანი ისეთივე საოცარი ბიოგრაფიული შტრიხებით როგორც მადიარს აქვს მოიყვანეს საფრანგეთში და დღესაც მიუხედავად იმისა რომ მისი რეიტინგი არის მინუსებში მაინც ყველა პრეზიდენტია ხო აი რომ ეს რო გვესმოდეს რაოდენ დემოკრატიულად არის იქ მოწყობილი სისტემა ბჭყალებში ახლა მადიართან დაკავშირებით და სოროსთან დაკავშირებით თუ ჩვენ ვიცით ახლა არ გავაგზავნებთ ბრიჯიტის და მისი სიყვარულის ესე იგი საოცარი love stories ხო სადაც ის ესე იგი სკოლის მასწავლებელი იყო მე არ იძებნება საერთოდ კაცი ახალე ნუ ეს საერთოდ გავანებოთ თავი საინტერესო მომენტია ხო მაგაზე ჯერ საუბარი რომ მიდის უკვე ხო და მე რომ მიდის თვითონ ეს იყო ძნელი მე ვთავაზობდი მათ რომ პაპის ამ შემთხვევაში შემოწმების ის რო არის ხო ვიცით ისიც არა ერთ-ერთი პაპის შემთხვევით ქალი აღმოჩნდა ეხლა დღემდე ეგრე არის ტრადიციები ამოწმებენ აქვს თუ არა მას დაუშვათ ისეთ გამოხატული მამაკაცური ესა ნამდვილად კაცია თუ არა იმიტომ რომ ის ქალი რო იყო იმან იმშობია რა იმის დროს ერთ-ერთი დღესასწაულის დროს და იქ საშინელი ტრაგედიით დამთავრდა მოგეხსენებათ იქ ჩაკოლა ხალხმა უეცრად პაპი და უეცრად ასეთი რამე ხო რა იქ მადიარ ცოტა შეიძლება ხა ინიციატივით გამოდის იძახდა წინა საარჩევნოთ რომ პრემიერ-მინისტრი ხო უადოდ ირჩევა და ორი ვადით ავირჩეთ და მაგასაც ეგეც კონტროლისთვის არის მას უთხრეს რომ ეს გაეკეთებინა და რა მინდა რომ ვთქვა რომ აი ეს მისი შტრიხები რატო ადარებ მაკრონს ხომ ეს არის ტიპიური დამახასიათებელი ისე ევროპის პოლიტიკური ელიტისთვის და ვინ არჩევს ახლა მათ არჩევენ მაგას ქვია სისტემა ინკუბატორი პირობითად თქვა თუმცა ასეც უზახიან რას ნიშნავს სისტემა ინკუბატორი ანუ იქ დაფრთიანებული პოლიტიკური ლიდერები სხვათა შორის კლაუს შვაბის აი ამ ფორუმზე იქ ბევრი იქ იყო ეს მაგალითად მისი ხელდასხმითაც ხდებოდა ამ ფორუმის რომ ესე ვთქვათ სოფლიო ლიდერთა სკოლა და ასე შემდეგ რომ ნახავ რომ იქ სოფლიო ლიდერთა სკოლა იქ ასაგებია უკვე უნდა გაითვალისწინო პარამეტრები რა ხდება რა პარამეტრებია მას უნდა კონდეს გარკვეული ესეთი ღრმად მისულიერ წყობაში ღრმა ნამანკიერება, რომელიც მუდმივად ესე იგი პროგრესირებს. ანუ ის უნდა იყოს დაპირისპირებული აბორიგენულ მოსახლეობასთან ღირებულებით დაპირისპირებას გულს. უნდა იყოს ან რელიგიური, სექსუალური, ან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, ან სამივესი ერთად. ბუკეტი თუ არის ხო? ბუკეტი თუ არის ეს ხო, ეს მაშინ ჩვენ ეს მადიარი ანუ ორბანის ენით ელაპარაკებოდა ამორჩევებს, ანუ კონსერვატიულებს სუვერენიტეტი და ოჯახი და ვინახავს. აგერ ვნახავთ მერთმანქანას მე ვწდებოდე და არა. ხო, მაგას ვიძახე, ანუ ეს ამორჩეული მაგიტო გააერთიანო მაგიტო მიიღო. იმიტომ რომ იქ ახლა 16 წლის განმავლობაში მაგმო ძალიან რთული იყო რომ დავუშვით ელაპარაკა იმას რომ ახლა მე მივიღებ 57 პუნქტიან ულტიმატუმს ევროკავშირის ანუ ყველაფერს ცხადია ისინი გარკვეულ ტაქტიკას მიყვებიან და უნდა იყოს ასევე მას უნდა კონდეს აი ესეთი თავის წარმოჩენის ან უნარი უნდა კონდეს და მოთხოვნილება უნდა კონდეს ესეთი საზოგადოებრივი აქტიურობის და მასზე უნდა არსებობდეს ეს კომპრომატი აი ყველა იმ პარამეტრიდან გამომდინარე რომელიც შტენებული უნდა ხო ახლა ეს რა თქმა უნდა ყველა სახეზე გვაქვს ესე იგი თავის ვიდეო მტკიცებულებით ესეც გამოქვეყნება და გავრცელებაც არ არის რა თქმა უნდა შემთხვევითი რამ ანუ ეს მაგას გავრცელებს ვითომ ხო ხო რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის ეს უეცარი ტრანსფორმაცია რაც მოხდა უეცრად და აქ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ აი ეს გლობალური საინფორმაციო საშუალებების და სპეცსამსახურების საოცარი უნარები ტრენდებზე აიყოლიონ და ააგდონ საზოგადოება.
და ეხლა ჩვენ თან ქვეყანაში კაი განცხადება გააკეთეს სიტყვაზე ჩვენ არავის სუვერენიტეტში არ ვერევი და არც ერთი ევროპული ქვეყნის საქმე არ არის და თქვენ როგორ ფიქრობთ ეს რიტორიკულად ეხლა ქართველი კარგად ჟღერს მაგრამ რამდენად ეს ქმედებაში მოიყვანს ეს კაცი ამას ანუ ჩვენ ერთი ხმა გამოგვაყდება ეხლა უნგრეთი იყო ხო ჩვენი გადამრჩენელი ასე ვთქვათ სლოვაკეთთან ერთად და ეს გამოგვაყდება ჩვენ ეს ხმა როგორ ფიქრობთ ცოტა განმავლობაში ალბათ ესე იქნება, თუმცა ის პირდაპირ კიდევ ერთხელ ვამბობ, იქ ის ფთხილობს, რა თქმა უნდა, თავიდან ის ვალდებულია ესე ისაუბროს, იმიტომ რომ ეგრე რომ არ ესაუბრა, ის ვერ გაანეიტრალებდა ურბანის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ღერძულ პოსტულატებს. ანუ ის პირდაპირ ამბობდა იმაზე. ჯერ ინეციას მიყვება. ო მას ჭირდება სრული ძალაუფლება. მან უნდა მოახდინოს დემონტაჟი ორბანის 16 წლიანი მმართველობის, ესე ვთქვათ, შედეგების კი არა, საკადრო ნაწილი უნდა მოაცილოს, პრეზიდენტი უნდა ჩამოაცილოს ხელისუფლებას. მისე მიმართავს აბუჩად. კი, აბუჩად იგდებს. ანუ ის ხო ვერ იტყვის, ახლა მე პირდაპირ დავიწყებ ამის შესრულება. ამას საკმაოდ დრო დაჭირდება და ჩვენ ვიხილავთ შედეგებს. ვიხილავთ ასევე რეაქციას მას მერე რაც ეს დაიწყებს იმ პროგრამის განხორციელებას, რისთვისაც ის შექმნეს. უკრაინასაც მოუხსნის იმ ვეტოს 90 მილიარდი. ძალიან ასე ვთქვათ, მსგავსი ფიგურები, ერთი და იგივე, ზუსტად ერთი და იგივე სისტემით არიან ავსტრიელები, მაკრონი, ზელენსკი, ტყუილა არ კოცნიან ერთმანეთს, ესე ვთქვათ, აი ესე გძნობიარეთ და შესაბამისად ბუნებრივია ამას უნდა ველოდოთ. ნახოთ, ესე იგი, ჩვენ არ უნდა უყვეთ ამ სიტუაციას, ცხადია. დავაკვირდეთ, რაც შეეხება ახლა ჩვენს ესე დოროთეისტებისა და სხვა ესე იგი მაგის კითხვა მინდოდა ხო? ჩვენთან რა უხარიათ ამათ? ამათ ხო შანსი არ აქვს ხო? აი ნულს ქვემოთ არის ამათი შანსები. აქ ეხა ხელისუფლება როდესმე თუ შეიძლება რეალური ახალი ძალით და არა სახელის დარქმევით ახალი ან ვითომ ახალი ალიანსებს როკრიბავი ხო ეს უნდა იყოს რაღაცა რეალური ახალი ოღონდ კონსერვატიული ძალა მაგრამ ამათ ხო თეორიული შანსი არ აქვს ხო როცა შეკრებ გადამცველი ჯამი არ იცლება ისე ამათი დაშლა შეკრებით არაფერი არ იცლება ხო არა ამათ ახლა ესენი საერთოდ სხვაგან არიან მოდი ასე ვთქვათ ჯერ ჩვენ არა ვართ ევროკავშირი და ისინი და ბედნიერო ძალიან ზეიმობენ თვითონ მოიგეს არჩევნები. სკი ქრისტე აღსდგაო და ხოლმე სალომე ზურაბიშვილმა რომელმაც ვერაფრით ვერ ისწავლა ესე იგი ქართული და რა ყველაზე საოცარი ის არის რომ არც არავის არ ეკითხება როგორ ჩანს ხო შეიძლება ჩვეულებრივად კითხოს ვინმეს დაუშვათ მაგრამ ეს ერთი მენტალობაა მაგის და ტრამპის მაგალითად ხო ტრამპიც ახლა დადებს რაღაც სიგიჟეს მაგალითად თავისთავი აი ისწავლა ეთქობა იქ ვინმე ვიღაც ყავს აი სპეციალისტი და ეუბნება რომ აი ახლა მე გამაკეთებ ესეთი ვიდეო ხო თვითონ ეუბნება სავარაუდოდ ეუბნება კიდე ისიც უკეთებს ხო და ახლა უთხრა რომ აი მე გამომიყვანე ქრისტეს როლში ხო და გაუკეთა ის აი ვიღაცამ აი გააკეთა გენერირება დაუშვათ მისეს დავალება რომ ტრამპი როგორც ქრისტე აცოცხლებს თუ მკურნავს რაღაცა მის ხელები უნდა უნათებდეს ამერიკელი ჯარისკაცები ანგელოზების როლში უკან ესე ეს საშიშია ხო საშიშია და აი ეს გამიკეთე და 2 საათი ედვენ თრა სოციალში ხო დებს რაღაცას მე შეშლის 2 საათი ეთყობა იქ მივარდა ისა რა ქვია მისი რჩევლები, იმიტომ რომ ამა გამოიწვია ხა ჯერ პაპს და უწყო გინება. ხო, არ მომწონსო მე პაპიო, ხო. ვინც ამერიკის პრეზიდენტს აკრიტიკებს, არ მომწონს, ეგეთი პაპი არ მინდა. რა პაპ ხო, მაგიო ძალიან სუსტი პაპია უგასოდა. არა, მანამდე ხო თქვა რომ პაპის ადგილიც უნდოდა, რახბარის ადგილიც უნდოდა. პაპის იმა ხო აი ხო აკეთებდა მაგასაც. კი. ანუ ჩვენ საქმე გვაქვს აშკარა სრულიად გამოკვეთილ კლინიკასთან, თუ ერთ შემთხვევაში ბაიდენის შემთხვევაში ის საერთოდ ელაპარაკებოდა სულებს იქა, ნუ ჩვენ ელაპარაკებოდა ხო გვახსოვს ჭერში პირდაპირ ელაპარაკებოდა და უკვე ორიენტაციოდა დაკარგული ხან ერთგან წაიქცეოდა ხან მეორეგან და საერთოდ ნუ პაპთან შეხვედრისას საერთოდ მარცხი მოუვიდა ცნობილია ხომ რომ ხო და ასე შემდეგ
ნუ ახლა ეს მოვიდა მოქმედი გიჟი, ანუ პირდაპირ თქვა, ხუმეს არ არის ნორმალური, ნამდვილად. რასაც ის აკეთებს. მაგის თქვა, იმიტომ რომ ძალიან გულშემატკივრობდით მაგის გაპრეზიდენტებას და ნუ ეხლა უკვე უბრალოდ ნუ ახლა მე მაგალითად მიმაჩნდა მაშინაც და ახლაც მიმაჩნია კი მე მაგას უვიძახდი მაგას ბოდი შეგაწყვეტნი რომ ტრამპმა შეგვიძლია რაღაცა გააკეთოს და გადარიოს სოფლ მაგრამ ჩვენ უბრალოდ ძალიან გვაწყობდა იმ მომენტში მაგის პრეზიდენტად ყოფნა რა და ბევრი საქმე ჩვენ გაგვიკეთა ხო NDS ეს USAID ამით გავუქვემდით და კონსერვატიული რაღაცა ამ თეთრია შავია დედა მამა გვიხაროდა ეხლა კალიფორნიის სენატორი რომელიც ანუ დემოკრატების მომავალი კანდიდატი იქნება სავარაუდოდ ის პირდაპირ გამოდის და მეტი ტრანსი ბავშვი მე გამიხარდება და ხოლმე მე ტრანსი ნაცვლები მყავს და ამას იძახით აი ორი უკიდურესობაა რა რომელი უნდა აირჩიო ხო აი მატრიცაში როა ლურჯიაბი და წითელიაბი ხო და ხო გვახსოვს რომ მატრიცაში იყო აი ფილმში როა მატრიცა ცნობილი საკულტო ფილმია მართლაც პირველი სერია მეორე ახლა ეს არის იქ პირველი არის ხო მეორე რეალიზაცია მეორე ისინი მემატყუპები მე ტრანსებად გადაკეთდნენ და რა შეგვიძლია მიულოცოთ ხო და ო რა იწვალეს ისეთი ხო და ახლა ეს ტრამპის შემთხვევა რა იყო რომ როდესაც კლინტონი და ტრამპი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ანუ ჰილარი კლინტონი რომელიც გამოკვეთილი ფსიქოპატია, სადისტური ნიშნებით და გაირკვა მისი ეპშტეინის იმათ და გამოკითხა იქ რა გონორიძის ხო და ის ვიცი და ეს ვიღაცებს რო ეგონათ რომ დაუშვათ ეს რაღაც კუანონის კონსპირაციული თეორიები იყო სინამდვილეში გაირკვა რომ კუანონს საერთოდ არ ქონდა ეგეთი წარმოდგენა ეს კუანონი საერთოდ იდეალისტი იყო ამათან შედარებით ხო ისეთი რამეები ამოტივტივდა და ჰილარი კლინტონსა და ტრამპს შორის რო დარიგა ტრამპს მაშინვე ეტყობოდა რომ ეს არის ნარცისი. აუ, კატასტროფულად კი. ამპარტავანი, ამპარტავანი და ფსიქიკური გადახრების მქონე, ნუ ეგოცენტრიკი, ნარცისული, კვეთრად გამოხატული ნარცისული გამოვლინებებით, ხო? და ეს ფსიქოპატი აშკარა რომ დაუშვათ ჰილარი კლინტონს გაემარჯვა მაშინ. ომი უფრადრე დაიწყება. რა თქმა უნდა, ომი და ომები. კი. პროფესორეთ. და ტრამპმა მაშინ ფაქტიურად ის 4 წელი და ის შიდა ბრძოლა, რომელიც დაიწყო ტრამპსა და მის ოპოზიციას შორის, ესე ვთქვა, დემოკრატებს შორის, ეს აიძლეოდა საშუალებას, რომ ის დღის წესრიგი განეხორციელებინათ, რაც ახლა დაიწყო ტრამპმა განხორციელება, იმიტომ ის მეორე ვადაზეც ხო ფიქრობდა თან. და თან არც იყო ადაპტირებული, ასე ვთქვათ, სახელისუფლებო ბერკეტებთან, თან კოვიდი დაიწყო და ის ჩამოაცილეს ხელისუფლებას. აი მაშინვე დავწერე ის რომ არჩევანი გვაქვს ჩვენ მათ, უბრალოდ ჩვენ უყურებთ უბრალოდ რომ ფსიქოპატ, აშკარად გამოხატულ ფსიქოპატ ჰილარი კლინტონთანაც, ნუ სისხლის სამართლის დამნაშავე აშკარა და ნარცის და ეგოცენტრიკ ტრამპთან ეს ნიშნავს რომ ამერიკული ზესახელმწიფო შევიდა ტერმინალურ კრიზისში შევიდა ტერმინალურ სტადიაში ეს პირველი არჩევნების ტრამპის პირველი არჩევნები და ჩვენთვის ერთადერთი ის არის რომ რომელი უფრო ნაკლებად დამანგრეველ ეფექტს იქონიებს საქართველოს პირველი დროის დროს ნამდვილად არ იქონია დამანგრეველი ეფექტი ბაიდენის მთელი მმართველობის დროს იყო ფერადი რევოლუციების და LGBT და უბედური იმის ექსპორტის ფაქტიურად და ბოლოს გადაწყვეტილება იყო მიღებული საქართველოში ფერადი რევოლუცია მომხდარიყო ვერ მოასწრება იყო კაც ეს კარგია რომ დაუშვათ მაგრამ ეხლა ხო ეგრეა ხო უკვე სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ ეგრეა არა ღია ჩვენ სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ ყველაფერზე ეგ არის ერთადერთი გამოსავალი რა თქმა უნდა სხვა გზა არ არის ხო და აი ხაი ირანის საკითხსაც გადავიდეთ ტრამპის ციტატა მინდა წავიკითხო ირანმა 10 პუნქტიანი გეგმა ხო წარადგინა და მინდა ზუსტად წავიკითხო დილას განაცხადა ჯერ რომ ირანული ცივილიზაცია განადგურდებაო და მე საღამოს რა განაცხადა თაგერნა ჩვენ მივიღეთ ირანისგან 10 პუნქტიანი წინადადება და მიგვაჩნია რომ ეს წარმოადგენს მოლაპარაკებებისთვის გამოსადეგ საფუძველს. წარსულში არსებული თითქმის ყველა სადავო საკითხი უკვე შეთანხმებულია. შეერთებულ ირანს შორის, თუმცა ორკვირიანი პერიოდის საშუალებას მოგცეს შეთანხმება საბოლოოდ დავასრულა და დავამტკიცოთ. ეხლა 10 პუნქტიანი გეგმა რო წავიკითხო, ეხლა გავყვეთ სათითაოდ
ანუ იძახის ყველა ანუ 10 პუნქტიან გრემარით კაპიტულაცია ხო? ეხლა პრაქტიკულად ამერიკის ხო ბაზები უნდა დატოვონ, რეპარაციებს ითხოვენ, ბირთვული არ ანუ პროგრამაზე ნებართვას და ნუ ეხლა დეტალებში განვიხილოთ, მაგრამ მე ეხლა გამოვიდა მოლაპარაკების შემდეგ ეხლა JD Vance რო ტრამპს ძალიან უნდა ამ ომის დასრულება, ეს ძალიან ჩანს ამის რიტორიკაში, ასევე JD Vance რო ისლამაბადში დანიშნა ხელმძღვანელად, JD Vance ხო ომის დაწყებიდან წინააღმდეგი იყო ამ ომის, ესეც ერთგვარი ფაქტორია ხო ამის და აი თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა თან ტრამპს ძალიან ეჩქარება ამ ომის დასრულება იმიტომ რომ ეხლა ამერიკაში კონსტიტუციის მიხედვით კონგრესში შეუძლია მხოლოდ ომი აწარმოოს ერთადერთი გამონაკლისია თუ ამერიკას რეალური საფრთხე ემუქრება მაშინ პრეზიდენტს შეუძლია 60 დღით ომი აწარმოოს ონეს რეალური საფრთხე უნდა იყოს მაგრამ 60 დღის მერე უნდა წავიდეს კონგრესის წინაშე და მერე კონგრესმა უნდა გადაწყვიტოს ეს ომი გაგრძელდეს თუ არა და ეს იწურება ეს ვადა ეხლა 2 კვირა დარჩა სადღაც რომ კონგრესის მერე უკვე ფინანსები ეხლა ფინანსებსაც ხო ითხოვს აგერ 200 მილიარდს ითხოვდა ხო ცოტა ხნის და ძალიან ჩიხუ მდგომარეობაში არის ეხლა თან ამ როგორი ამპარტავანია ამაზე ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ თან იმპერია ამ ხელს სახელმწიფოა და როგორ უნდა დათანხმდეს ხო ამ პირობებს რთულია ხო ეს თვითონ ტრამპისთვისაც ძალიან რთულია ორი გააგრძელოს კიდევ უფრო რთულია და აი თქვენ როგორ ფიქრობთ ამ მდგომარეობა და მე პუნქტებით რაღაცა განვიხილოთ რა მე უფრო კარგი. ნუ ამ პუნქტების მიღება არის კატასტროფა ცხადია, სრული კატასტროფაა თან. ტრამპს ახლა ერთი ის აქვს გამართლება რომ აი ირანი დაუშვათ ირანი თანახმა რომ გააზავოს ესე ვთქვათ ურანი რომელიც მას აქვს გამდიდრებული ეს გაზავება ტექნოლოგიურად როგორ ხდება ეს სალკე საკითხია მაგრამ ნუ რას ნიშნავს რომ მან შეინარჩუნოს ეს ურანი იგივე თავისი ატომური ელექტროსადგურებისთვის მანამდე ხო ესე იყო რომ უშუალოდ არავითარი ურანის გამდიდრება ასეთ ულტიმატუმს უყენებდა ტრამპი არავითარი ურანის გამდიდრება ახლა ირანის რა თქმა უნდა არ უნდა რომ ირანს სჭირდება და ატომური ელექტროსადგურები. ზოგადად ახლა გლობალურად რო ავიღოთ ატომური ელექტროსადგურებზე მოთხოვნილება კრიტიკულად არის გაზრდილი მთელ დედამიწაზე. იგივე ბუშერის ატომური ელექტროსადგურის საკითხი ხო ვნახეთ ჩვენ როგორი აქტუალური იყო და იქ რუსები ამუშავებენ მაგ ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს. ახლა ეს ატომური ელექტროსადგური ეს არის ურთულესი ტექნოლოგია და ამავე დროს ძვირი ჩდება, მაგრამ აქვს კოლოსალური ეფექტი ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით. და იქ მთელი რიგი, ნუ ახლა ძალიან საინტერესო საკითხია თავისთავად ატომური ენერგიის გამოყენება. მაგრამ ისინი ახლა ეუბნებოდნენ არა. არ უნდა კონდეს. ახლა რატომ არ უნდა კონდეს ატომური ელექტროგენერაციის საშუალება 93 მილიონიან ქვეყანას, რომელსაც ეს კრიტიკულად ჭირდება? ეს ნუ ძნელი დასასაბუთებელია, მაგრამ ნუ არა და მორჩა. აი როგორც არ მოწოს პაპი მორჩას, ანუ არ მოწოს. ახლა არსებობდა ირანის რახბარის ალი ხამენეის ფეტვა. ანუ ხო რომელიც გულისხმობდა იმას, რომ არ ქონდა. არ უნდა ქონდა. ხო. ახლა ირანს რომ დომებოდა ატომური დაუშვათ ბომბის შექმნა. ზუსტად. ის შექმნიდა. აუცილებლად. მაგრამ არ იყო ამის პოლიტიკური ნება, რადგან სხვათა შორის ირანში მიმდინარეობს ძალიან სერიოზული დისკუსია, ისინი შვილი არის, იძახიან რომ აი შვილი იყო, მამასთან ეკამათებოდა ამ თემაზე, რომ შვილი ფიქრობს, რომ უნდა კონდეთ ბირთვული. ხო, იმიტომ ბირთვული იარაღი თუ აქვს სახელმწიფოს, როგორც მაგალითად ჩრდილო კორეას აქვს, ან პაკისტანს. ხომ ის ბუნებრივია დაცულია, იმიტომ რომ ატომური იარაღი, ნუ შედარებით ატომური იარაღი არის გამანულებელი ყველა ტექნოლოგიური თუ დაუშვათ სამხედრო უპირატესობის, იმიტომ რომ აყენებს მოწინააღმდეგეს კრიტიკულად დიდ ზიანს. ახლა ირანის სარაკეტო ტექნოლოგიების განვითარების მაყურებელს იქ რომ ანუ გადამტანის საშუალებების გასაგებია რომ ეს სასიკვდილო საფრთხეს შეუქმნის დაუშვათ ნებისმიერ მის მტერს, ხომ გასაგებია. მაგრამ ეს ამავე დროს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას მთელს არა მარტო შუა აღმოსავლეთში, ან მახლობელ აღმოსავლეთში, საუდის არაბეთი, თურქეთი ყველა მოითხოვს, რა თქმა უნდა. რატო ბრაზილია, რატო არა გერმანია, რატო არა სიტუაციაზე და გერმანია იაპონია რატო არა და ასე შემდეგ, ხო? ტექნოლოგიურ საშუალებები ამის გერმანიას ნამდვილად აქვს, იაპონიას ნამდვილად აქვს, ხო? თავის დროზე აპარტეიდის რეჟიმის დასრულებამდე ატომური იარაღთან ახლოს იყო მისული იგივე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც.
აი ამ ბაიდენმა როგორც კა იმდენ იქნა რუსეთი და ჩინეთი გადააფსკნა და დაახლო ერთმანეთს ეხა ეს იმდენ შვება რომ აქ ირანი უკვე ავტომობილი რაღაცაც ყველანაირ პირობას უქმნის რომ შექმნან რა ხო ახლა ირანს ახლა რა ხდება ამ 10 პუნქტიან გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით და რატომ არის რომ ეს შეიძლება გახდეს ან ახალი დიდი ომის დასაწყისი და ეს ყველაფერი არის კამუფლიაჟი და დიდი ტყუილის პოლიტიკა ან პოლიტიკა როგორც დიდი ინტეგრალური ტყუილი რომელიც ნუ ჩვენ ვიხილეთ რამდენჯერმე როცა დაუშვათ ამ ტყუილის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ირანის მთელი ხელმძღვანელობის განადგურება იმ დროს როდესაც იქ მიდიოდა სიგნალები რომ უკვე ყველაფერზე მოვილაპარაკეთ და ესხნენ თავზე და რაც მოხდა ნახეთ. არახჩი ხომ მოლაპარაკებს მაგით და დაბომბავთ რა, ჩვენ იქიდან იმის ინიციატივი წამოვიდა რომ შემდეგ შეხვდა და შეთანხმებას შევარდა. ყველათ არ მოხდა რომ ისლამაბადში რომელიც ატომური სახელმწიფოა მოხდა ამ მოლაპარაკებების წარმოება ეს ყველათ არ ხდება. Თორემ ფაქტობრივად ისლამაბადმაც და სხვა ქვეყნებმაც კატეგორიულად მოითხოვეს შეეწყვიტოთ ნადირობა არაქჩიზე და ხალიბავზე ანუ ირანის პარლამენტის თავმჯდომარეზე და საგარეო საქმეთა მინისტრზე რომელზეც ღიად გამოაცხადა კვლავ ისრაელმა რა თქმა უნდა ნუ ესენი თვლიან რომ ყველა უნდა გაანადგურონ ვინც მათ ეწინააღმდეგება და თუ ამას იყვე ანტისემიტი ხარ და სამწუხაროდ ესე იგი ამ ხალხს საერთოდ არ ესმის სამწუხაროდ ბევრი ჩვენი თანა მოქალაქე ქართული ებრაელი აგერც გესს აფრთხებს იმაზე მაინც ესე იგი უნდა მოგწონდეს ნეთანიახუ ეს რაღაც და ანტისემიტს გიდა ანტისემიტები თვითონ არიან არ ესმით ამათ რა იმაში რა ქვია შეატრიეს ხაფანგში ამ სიონისტებმა არაბს რო ანტისემიტ დაოძახებ კიდე მეორე უკეთ რა როგორ უძახი ჯერეთ ხო აშუაშია არაბი ანტისემიტი როგორ უნდა ბიბლიური მოთხრობით ცნობისთვის ესე იგი ხო არაბები არიან ესე იგი მის აბრაამის და სარას შთამომავლი სარას არა უბრალოდ აგარის შთამომავლები და სხვათა შორის პირველი ძე აბრაამის ბიბლიურ იმას თუ მიუყვებით ასე ვთქვათ ნარატივს ხო პირველი ძე იყო ისმაილი ხო და აქედან გამომდინარე სრულად გაუგებარია როგორ არის დაუშვათ როგორ არიან არაბები ანტისემიტები და საერთოდ ჩვენ აშუაში ვართ ამ შემთხვევაში ჩვენ რატო ვიძახიან რა შუაში ვამბობთ რომ ეს არ არის ნორმალური ეს თქვენი ნეთანიახუ თქვენი უძლიერესი ბიბი და თქვენ ჩაგაგდებთ უმძიმეს დღეში სხვათა შორის და არასდროს არ მორიდებიან სიონისტები ებრაელი ხალხის მსხვერპლად შეწირვას ეს ისე ცნობისთვის და ბევრი აგერ ებრაელი რაბინი მოგვიწოდებს ჩვენ რომ არ მოუწოდებთ თანამედროვე ისრაელს ებრაელთა სახელმწიფოს, არამედ უწოდოთ მათ მაგალითად ჰერცლია ცნობილი, ესე იგი ჰერცლის იდეების განხორციელების გამო, ხო? და ეს თვითონ ეს სიონიზმი, როგორც ესეთი, ტყუპისცალი არის იმ ნაციონალიზმების იმ ტალღის, რომელიც აღმოცენდა, ასე ვთქვათ, ევროპაში გარკვეულ ისტორიულ პერიოდში და ის ტყუპისცალი კი არ არის, უბრალოდ ყველაზე ძლიერი ნაციონალიზმია, იმიტომ რომ თავის წყაროთ განსხვავებით სხვა ნაციონალიზმისგან დასაბუთებულ ნარატივებს იყენებს მრავალსაუკუნოვან პრაქტიკას კიდე და ამის გარდა მსხვერპლის როლს, რომელიც სხვათა შორის იგივე თქვენმა ძლიერმა იმათ ვეკამათები ახლა იქ ვიწყებლებიან, თქვენმა უძლიერესმა ბიბიმ ჩამოაცილა და ფარი ფაქტიურად ის ფარი რომელიც იყო ჩამოფარებული ისრაელს თვითონ მოაცილა, იმიტომ რომ ფაქტიურად მთელი მსოფლიოს თვალწინ ღია ეთერში გენოციდს უყურებდა მთელი კაცობრიობა და უბედურება ის არის რომ მოსახლეობის უმრავლესობა ესე არის ამ პროპაგანდით დაბრმავებული რომ ხარც უჭერს ამას და ხარც უჭერს იმას რომ 70% გაანადგურონ ის რა ქვია მთელი კოლექტიური დანაშაულის პრინციპით უჭერენ ამას ხარს და იმას კი არ ფიქრობენ რომ იგივე კოლექტიურ დანაშაულს პრინციპით თვითონ ექცევიან იგივე იმის ქვეშ და ყველას იმის ქვეშ რა ქვია ანგარიშწორების ქვეშ და ყველას რო ემუქრებიან ესე არ არის რომ ყველას დაემუქრო იგივე ესპანეთის განადგურებით დაემუქრო თურქეთის განადგურებით დაემუქრო ირანს კაცო ყველა შეცუქნებს ემუქრებიან რა თქვია თქვენ არ მოგწონთ ახლა ეს ნეიტრალურები რატო ხართ
ნეიტრალურები კი არა, რა თქვია, ესე იგი არ მომწონს ახლა მე ისა, რა ქვია, ნეთანიახუ არ მომწონს. არა მაქვს უფლება? ხო, აი ხელისუფლება თქვი ნეიტრალური პოზიცია რო დაიჭიროს, საერთოდ ხო გამოაცხადა აი. ხო, ჯერ მისცა თავს უფლება. თითი რო დაგვიქნია. თითი უქნიოს მაგან იმას, რა ქვია, აწირო ეყოლება. იმათ უქნიოს თითი. და ეს თავხედობა უკვე მართლა მთელ უკვე ტალღა არის. მე ნუ გაუკვირდებათ ის რეაქციები, კაცო, მე სულ არ მინდა ეს რეაქცია და საერთოდ ებრაელი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლები ყოველთვის მოუწოდებდნენ აი ესე რომ აიშვებენ ხოლმე ესე უეცრად ესე იგი რაღაცა მოუფრინდებათ რაღაც რომელიღაც ჭინკების იერარქია შეუსახდებათ ხოლმე და ატროვდებიან, მე რეაქცია მიდის ძალიან ცუდი, რაც არავის არ უნდა. მაგალითად, ხო, იმიტომ ჯერ ადამიანია ადამიანი და მერეა მისი ეთნიკური და რელიგიური ისა, რა ქვია, კუთვნილება და ეს ავიწყდებათ სამწუხაროდ და ყველაში რაღაც თავის რაღაც იმას უყურებენ არასრულფასოვან ვითომ იმას ადამიანთა მოდგმის არასრულფასოვან წარმომადგენელს, რა თქმა უნდა, თვითონ არიან ასეთი რაღაცა რომ შეემთხვევა ადამიანს. გინდა ებრაელი იყოს, გინდა ქართველი, გინდა გერმანელი, ხო? ამ ფსიქოლოგიით რო ცხოვრობს, ის უკვე რა თქმა უნდა, ღვთის რისხვის კანდიდატია, რასაც მაგალითად სამწუხაროდ დიდი ალბათობით ხედავთ, რომ ესეც მოხდება. რა თქმა უნდა და აი ხა ებრაელებს აი ვიტკოფი და კუშნერის მომენტი მინდა თეორიით განხილოთ, იმიტომ რომ აი ჟენევის მოლაპარაკებების პერიოდში თვითონ ტრამპმა განაცხადა ის, რომ ვიტკოფმა კუშნმა ინფორმაცია მომაწოდეს იმის შესახებ, რომ ირანი ულტიმატუმი წააყენა ბირთვული იარაღის შექმნაზე. ამაზე ირანელები რა კატეგორიულ წინააღმდეგობდნენ, საერთოდ ამაზე საუბარიც არ ყოფილაო. ამას ადასტურებს ასევე ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც შუამავლის როლში იყო, იქ და ამანაც მსგავსი საუბარი არ ყოფილაო. აი ეს რა ხდება, ეს ტრამპი იტყუება თუ ტრამპს ატყუებენ ორბეს კუშნერი და ისინი ითვლებიან როგორც ისრაელის ლობის წარმომადგენლები, ხო? ეხაც მოლაპარაკებებზე ესენი არიან, ხო, ყველგან წარდგენილი და აი ეს ძალიან სიმპტომატური მომენტია, ესეთი რაღაც ეხა ტრამპმა განაცხადა, ხო? ეხა ტრამპი გასაგებია რომ რაღაცა აბსურდულ განცხადებს აკეთებს, მაგრამ ეხა ამას ხო ესე ტყუილად ხო არ იტყოდა ეს ხო რაღაც ციდან მოტანილი არ არის, ხო? ეს ინფორმაცია, რომ ესე იგი ისინი რაღაცას ისრაელი მაქსიმალურად შეეცდება ჩაშალოს ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება, ნებისმიერი. ეს ისრაელი რა ნეთანიახუ და მის ბენგვირი და სმოტრიჩი და ეს რელიგიური გიჟები, მოდპირდაპირ რელიგიური ფანატიკოსები, რომელსაც მიაჩნიათ რომ ახლა ესე იგი უნდა დააჩქარონ წინასწარმეტყველებები და იქ ამისთვის საჭიროა რომ გაამწვანონ ეს სიტუაცია მაქსიმალურად. ჰექსეტის აგ რომის მინისტრის განცხადებები რო გავიგო რელიგიური რაღაც ქრისტიანი სიონისტია ეგეც და ქრისტიანი სიონისტია და საერთოდ ეს არ არის ნორმალური. განცხადებას აკეთებენ რომ ძალიან საშიში არის ძალიან. არა, მათ გონიათ რეალურად, ახლა მე უყურებდი მაგ ომის დასაწყისში და სულ მიმაჩნდა რომ აუცილებლად ირანს დაარტყავდნენ, საერთოდ როდესაც მოხდა 7 ოქტომბერი. ეს 12 დღიანი ომის გულისხმობს. თუ იმას რა ქვია? დიახ, აი ჰამასი რო შევარდა. უამრავი მასალა არის, ვინ დააშექმნა ჰამასი ზოგადად და ვინ აფინანსებდა მას და ნეთანიაჰუმდე მიდის ეგ ისინი. რა თქმა მიდის კი არა, კატარიდან ფინანსდებოდა, კატარის გავლით ფინანსდებოდა და ისინი აი მტკიცებულებებია, რაც ქვეყნდება კიდევაც სხვათა შორის ხშირად. სხვადასხვა მან და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო დამოიწყო სახელი 2013-დან 21 წლამდე, მაგას დაუსვეს, მაგ შეკითხა რომ თქვენზე ასაუბარო, თქვენ მოაწყვეთო ეს პროვოკაცია და ჩვენო რაში გჭირდებოდა, ჩვენ მაგალითად 8 ოქტომბერსო ამერიკელებთან დანიშნული ქონდა შეხვედრა, რომელიც რაღაც მოლაპარაკებები უნდა შემდგარიყო და ეს შუჩი ეს ამბავი მოხდა. საერთოდ ამ 8 ოქტომბრის შესახებ, ესე იგი, სხვადასხვა 11 სექტემბრის არ იყოს და იმის რა ქვია, კიდე სხვა ასეთი ყალბი სხვისი დროშის ოპერაციების false flag-ის არ იყოს, false flag operation-ების არ იყოს, არსებობს ძალიან დიდი ინფორმაცია. ვისაც შეუძლია დააკავშიროს ფაქტები, მოვლენები და ტენდენციები ერთმანეთს, მისთვის ეს ნათელია და ისინი, ვინც ამას აკეთებს, ფიქრობს, რომ ადამიანების უმრავლესობას ოხლოს, იგივე ამჰარეთს, იგივე ებრაულად, ანუ ბრბოს,
მათ არა აქვთ და არ უნდა გქონდეთ აზროვნების პრივილეგია, რომ ერთმანეთს დააკავშირონ, აი ეს რო წინააღმდეგობა გასციონ, იმიტომ რომ თანაც ეგრე არ არის. ყველგან ესეა, იმიტომ რომ ახლა დაუშვათ ცხვარს რომ ესმოდეს, რომ მას ახლა დაუშვათ მეცხვარებისთვის იყენებს, ის ასე ერთგულად არის ხო სადაც ცხარი ვერ ხვდება ზუსტად მაგას. აი ხალხ ღორს აქ ეგ მომენტი ის აი ცხარს არ აქ ეგ რო კლავენ აბსოლუტურად დაწლუნგებულია. ხო, არ აქ ეგ, ხო. ხო და ამ ცხურის ცნობიერებაში მყოფ ცხვარს მაგალითად იგივე სასაკლაოზე ვინ მიუძღვება ხოლმე? თხა პროვოკატორი. იცით ხო რას ნიშნავს თხა პროვოკატორი? არის ეგეთი ესე თხა საკმაოდ ჭკვიანი არსებაა და მას აქვს ცხურის დამორჩილების უნარი. ხო და შეყავს ესე და მე ქიშმის საჭმევენ. მე ისევ შეყავს, ისევ ქიშმის საჭმევენ. არის სხვათა შორის კაი ფილმია, ძალიან ლომაჩევი მეგობარი იქ არის ეს. ძალიან საინტერესო ის არის. მეცხვარის ძაღლი უყურებს ამ იმას სცენას. და მე შეიხედავს იქ სასაკლაოში და აკავშირებს ერთმანეთს და ითხრა პროვოკატორი რო გამოვა, რომელიც ძალიან ღირებული მუშაკია იმ მეცხვარეებისთვის. იმიტომ რომ ახლა ამდენი ცხოვრების შეყარა იმ იმაში როგორია ხო იქ რომ ძალით დაუწყებ შერეკვას ის წინააღმდეგობას გიწევს ამას თავისი შეყავს ხო და მე ის მეცხვარეს ასტიკას ცემენ ეს ისინი იმიტომ დაახჭობს იმ თხას ხო და ახლა ვინ დაახჭობს ამ თხას თხა პროვოკატორებს ეს ცალკე საკითხია საინტერესოა კაცობრიობაში რამდენია ცხრის ცნობიერების პროცენტი დაუშვათ და რამდენია ადამიანების საკმაოდ მაღალი. ხო, მაგრამ ეს ტექნოლოგიებით მუდმივად ცდილობენ ადამიანები დააჩვენონ. კი, და ფიქრს უგრძალავენ, ფიქრს. მათ მაგივრად ამათმა უნდა იფიქრონ და მე რასაც ეუბნებიან, კი ბატონო. ზუსტად ასეა. ხო და აი ხა საეკონომიკო ნაწილზე რო გადავიდეთ, ხა წითელი ზღვა ჯერ კიდევ გახსნილია და იქ ნავთობი და გაზი მოძრაობს. მაგრამ ხა ჩვენ არ უნდა გავწოდოთ, რომ 12% მსოფლიო ნავთობის და გაზის წითელი ზღვის გავლით გადის. იქვე არიან ჰუსიტები, ან იემენი მანდვია, ჰუსიტებიც მანდვი არიან და თუ დაჭირდათ ამ გადაკეთება თავისუფლად შეუძლია და ეს სოფლიო ეკონომიკას კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობამდე მიყვას. ეხლა აგე ტრამპი გამოდის და ბლოკადას უცხადებს, ვინც ან ტარიფებს გადაიხდისო ირანის დაწესებულს. იქ ხა ტარიფებს ვინა ჩინური გემებია, ხო? ეხლა იქ რუსული გემები საერთოდ არ არის და ეხლა სოფლის ეს რომ ბლოკადა რო გამოცხადა, გემები მაინც გადის. ეს კიდე მეტ ფასის აწევას მოიწვევს. ხო, ანუ სოფლიო ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობამდე და თვითონ ტრამპი ამერიკაშიც ფასები ძალიან გაიზრდება და აი ეს ერთმანეთთან აი ძალიან ანუ არ ფიქრობენ ეს ხალხი ამ შედეგებზე? აი რა სულ მინდა ჩავწვდი ამათ კი მესმის რას რატორისთვის აკეთებ, მაგრამ იმდენად ამოვარდინილები არიან, ლოგიკას ყველანაირად აცდენილები არიან და აი არ ფიქრობენ ამ მარტივ რაღაცებზე? არა, როგორ ახლა ჩვენ ისე უნდა წარმოვთქიოთ, რომ დაუშვათ ისინი არ ფიქრობენ და ასე შემდეგ, ვინც იქ არის ჭკვიანი ხალხი ძალიან, მაგრამ რამდენიმე დონის საკითხია რა. ერთია რამდენიმე დონია მიზეზშედეგობრიობები. პირველი ხანგრძლივ მოქმედი გეოპოლიტიკური სტრატეგია. ამ სტრატეგიაში რომელიც დამუშავებულია და არის მრავალწლიანი და ასე ვთქვათ იქ ანალიტიკური ცენტრების მიერ დამუშავებულია და დოკუმენტირებულია ირანი განიხილება როგორც პირველი რიგის სამიზნე იმისთვის რომ დაუშვათ სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვონ რუსეთზე და ჩინეთზე. პირველ რიგზე ჩინეთზე, იმიტომ რომ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც გეგმავს ჩინეთი ევრაზიაში ინტეგრაციისთვის, ანუ ეს ერთი სარტყელის პროექტი ყველაფერი ეს ისევ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის და ასე ვთქვათ ჩრდილო-სამხრეთის და პირიქით პროექტი და ასე შემდეგ. ხო, ყველაფერი არის ირანზე. ანუ ირანი არის დაახლოებით ისეთივე გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს იმაში ევრაზიაში, როგორც გერმანიას ევროპის კონტინენტზე, ცენტრია. ამავე დროს ეს ერთი ამავე დროს ირანი აქვს კოლოსალური ნავთობის და გაზის ესე ვთქვათ რესურსები. ამავე დროს ირანი სულ უფრო და უფრო მიუხედავად სანქციებისა სამობილიზაციო ეკონომიკის რელსებზე გადავიდა. ანუ სამობილიზაციო ეკონომიკა ნიშნავს იმას, რომ ის სამრეწველო ზონას ქმნიდა, შექმნა. შახი როდესაც გადააგდეს, ირანს საერთოდ არანაირი ირანი იყო ზუსტად იმ რესურსებს ყიდიდა
სამრეწველო პოტენციალი სამხედრო შეერაღება ქონდა დასავლეთიდან. დასავლეთიდან რუსეთიდან წყიდულობდა, მაგრამ მან სამრეწველო პოტენციალი ირანს არ ქონდა, ხო. შესაბამისად ამ პერიოდში შეიქმნა ირანული სამრეწველო ზონა, გასაოცარია ეს თავისთავად, ცხადია, ხო? იქიდან გამომდინარე მისი განადგურების იმპერატივი აქედანაც გამომდინარეობს გარდა გეოპოლიტიკური ეს ერთი თვითონ გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ფაქტორები, ხო? რომელიც რა თქმა უნდა მიდის ვექტორები ჩინეთზე და რუსეთზე და ასე შემდეგ და იქ ახლო აღმოსავლეთის საკითხზე პეტროდოლარის ანუ სანავთობო მონოპოლიის მოპოვების იმპერატივი, ასე ვთქვათ, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თვითონ შეერთებული შტატებისთვის, რომლის დომინაციის მთავარი ფაქტორი არის დოლარი. და დოლარი კიდე არის პეტროდოლარი უპირველეს ყოვლისა და თუ გამოაცლი ამას და ამ შინაარს დანარჩენი შინაარსი ძალიან მიუხედავად იმისა რომ უძლიერესი სისტემაა შექმნილი ხომ ამისი და ეხლაც როდესაც საუბრობ ჩვენ იმაზე რომ დაუშვათ უნდა შეიცვალოს დოლარი და ასე შემდეგ ალტერნატივა ძალიან რთული მოსაძებნია, ესეც გასათვალისწინებელია და უეცარი შეცვლა დოლარს არავის არ უნდა ეს მეტეორის დაცემის ტოლფასი იქნება. ხო, რა თქმა უნდა. აი ბრიქსი მაგალითად ვითომ რაღაცეებს ქმნის, მაგრამ ვერ ქმნიან. აი კოკროს კორიდორი 1000 ის არის, მაგრამ რო ავიღოთ ჩვენ და ფორექსის ბირჟაზე რომ ნახოთ როგორ არის ეს დალაგებული, ეს დასავლეთის 4 საუკუნოვანი დომინაციის პროდუქტია. რომელსაც უზარმაზარი ჩადებულია უზარმაზარი ინტელექტუალური და ორგანიზაციული და სხვა რესურსი. ეხლა კიდე რა ხდება, კიდე რომელი პლასტები გვაქვს ჩვენ დაუშვათ იერარქიულად რომ მივყვეთ ამას, ხო? პირველი ვთქვით რომ გეოპოლიტიკური საქმე, მეორე რესურსები და შიდა პოლიტიკაზე და ამერიკის დომინაციაზე გავლენა, ხო? ვენესუელა, ირანი ასე შემდეგ და ტრამპი ოცნებობს კიდე ტრამპის გუნდი უფრო სწორედ, რომელსაც ის უნიჭოთ ახმოვანებს ხშირად, ესე იგი მთელი ამ სამხრეთ ნახევარსფეროს კონტროლი. ნეო მონროს ვითომ დოქტრინა, ეს იყო გრენლანდია, პანამა, კუბა და ასე შემდეგ, კანადა. ხო და დარჩენილი იყო, მან უფრო შეასრულა და ამ შემთხვევაში მას აი ეს საკითხები ხოდა რა აჩქარებს, რატო ვერ დარჩა? იმიტომ ვერ დარჩა, რომ არსებობს, ესე ვთქვათ, ისრაელის ფაქტორი, ებრაული ლობის ფაქტორი, იქ რა ხდება? იქ ირანის განადგურება არის ხანგრძლივი სტრატეგიის ლოგიკური დასასრული. რომელი სტრატეგიაა ეს? იმისთვის, რომ ჩვენ გავანადგუროთ ტერორიზმი, ტერორისტთან ბრძოლა არ არის საკმარისი. ნეტანიაჰუს 96 წელს გამოცემული უსაფრთხოების ბრძოლა ტერორისტთან ასე წიგნია ესეთი. ხო და საჭიროა დესტაბილიზაცია მოახდინოთ მთელი იმ რეჟიმების, რომელიც ტერორისტს აფინანსებენ. ახლა ცალკე საკითხია აფინანსებენ თუ არა, ვინ აფინანსებდა ამ ტერორისტს. ესეც კარგად ვიცით, ასე ვთქვათ, როგორ შეიქმნა ეს ტერორისტული ორგანიზაციები, მაგრამ ფაქტის ახეზია ის, რაც ჩამოთვლილია ნეტანიაჰუს წიგნში და მის პოლიტიკურ განცხადებებში, რას ხედავთ ჩვენ? სომალი, სუდანი, ლიბია, ლიბანი, ერაყი. ეს სახელმწიფოები დაექვემდებარენ ფაქტიურად განადგურებას. ანუ ისინი ფაქტიურად ანუ არ შემდგარი სახელმწიფოების რიგში გადავიდნენ, ხო? ლოგიკურ დასასრულია ირანი. 9 ხო არ გამორჩა? ირანი, ხო? ირანი ამ შემთხვევაში არის საბოლოო სამიზნე. ამის გარდა, მაგრამ ეს რთული მისაღწევი იყო ეს, ხო, ჩანდა, ხო, თავიდან. რთული რა ხო მიაღწიეს? იგივე დონალდ რამსველდი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. თქვენ და ნეტანიაჰუ რომ მიაღწია, ეგ, ხო? მის შეერთებული შტატებთან ერთად, რა თქმა უნდა. ეგ გასაგებია. დონალდ რამსველდი, რომელიც აი გვახსოვს ჩვენ იყო საგარეო საქმე პენტაგონის შეფი, იგონებს იქ საგარეო საქმე იმისი, რა ქვია, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის უფროსი, კარგი ის არის ამ სოციალურ უამრავი ინფორმაცია გამოდის. დონალდ რამსველდი თათბირიდან გამოვიდა 11 სექტემბრის მერე. იქაც საინტერესო ადელსონების როლი, იქ გარკვეული იმის ნაციონალური გამოყვანა, როგორ მოხდა ეს საოცრება, 1000 დოკუმენტებია, ხო, მაგაზე რომ ეს იგივე false flag operation იყო.
გამოვიდა და აკდო ეს ისაო, რა ქვია, საქახალდეო და თქვა, მე აქ ვერაფერს ვერ მართავო და როცა შევეკითხეო, ერახზე შეტევის მასში პაუელი რო იმას ქიმიური ერახს მაშუებოდა. და 80-იან წლებში ადამ ჰუსეინს ქიმიური არხს თვითონ ეხმარებოდნენ და ქიმიური წელიწადშიო 7 სახელმწიფოსთან უნდა დავიწყოთ ომიო. მასალა 5 წელიწადში ვერ დაიწყეს, მაგრამ აგერ ვხედავთ რაც ხდება. ამის გარდა კიდე ერთი მთავარი რამაც გამოიწვია ეს ირაციონალური მოქმედებები, ეს იყო წინასწარმეტყველებები. რაც უნდა პარადოქსი იყოს, ამ ომის მთავარი, ესე იგი, ის რაც ამ პატრუკი მიიტანა დენტიცავსე კაცთან, ეს იყო სწორედ რელიგიური წარმოდგენები, რომელშიც მოიყარა რელიგიური ფანატიზმი. ახლა რა რელიგიური ფანატიზმია ეს? მე მაქვს ნანახი უამრავი ისა, რა ქვია, ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველი, აი როგორც წერია, ცრუ წინასწარმეტყველებების ისა გვაქვს გამოფენა. მათ შორის ისეთები, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს, გავიხსენოთ რელიგიური მრჩეველი ტრამპის პაულა უაიტი, ხო? მისის რომ მოусმინოთ მისი ესე ვთქვათ საოცარი გამოსვლები. იქ მაგრამ აქ კიდე უფრო სერიოზულად არის საქმე და კერძოდ რასთან გვაქვს საქმე? მათ ეგონათ, რომ ირანი უნდა დაცემულიყო პასექამდე. ანუ უამრავი წინასწარმეტყველება არის, ამაზე დავწერე კიდევაც. უნდა დაწყებულიყო ეს, ანუ პურიმამდე, ან პურიმის დასაწყისიდან და დაცემულიყო პასექ. ამას წინასწარმეტყველები კი არ ვიძახი. და ასეც მოხდა. როგორ მოხდა ეს და რაციონალურად აი ეს კენტი რო გადადგა და თქვა რომ ეს საერთოდ შეუძლებელი რაღაცა მოხდა, რატო თქვა ეს და რა თქვა მან კენტმაც და სხვებმაც. რომ სიტუაციურ ოთახში სადაც მიიღება გადაწყვეტილებები, ორი ჯგუფიდან გაიყვნენ, ესე იგი, ჯგუფი A და ჯგუფი B, ჯგუფი B და თეთრსახში და ეგ მარალაგოში შეიკრიბენ. და ნიკ ნეთანიახუ, რომელმაც უდიდესი ფაქტიურად ხელმძღვანელობდა ტრამპს, მან მისი ზეწოლით მოხდა ეს. ახლა რატომ მოხდა ეს მისი ზეწოლით და რატომ აი კუშნერი ახსენეთ და ეს? აი მათ მართლაც ესე ჯერავთ, რომ ირანი უნდა დაეცეს, სწორედ ამ ვადებში და არ დაეცა. ახლა რო არ დაეცა, ტრამპი არის აკრძდებული ძალიან ამასთან დაკავშირებით. ეს ხერხგულზე ჩანდა რომ არ დაეცემოდა რა. არა, რატო ჩანდა? ის მათ დაარწმუნეს, რომ ჩვენ ყველაფერი გვაქვს კონტროლის ქვეშ. ჩვენ ფაქტიურად ყავს იქ ჩვენი აგენტურა, რაც ძილად ახლა ნამდვილად იყო. კი, გასაუბარა. იმ რევოლუციის დროსაც. რაღბარის დაცემის შემდეგ აქციების დროსაც. აქციების დროს ეგერ ხო ხედავ რაც გავაკეთეთ. სოფლიო საზოგადოებრივი აზრია აღშფოთებულია რომ იქ მითიური 45 თუ 55 თუ ზოგი რას იძახდა ზოგი რას მათ შორის ჩვენთანაც უკვე მომზადებულია რომ ისინი ანადგურებენ საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობას და ჩვენ როგორც კი გავანადგურებთ მათ ზედაფენ 45 და 50 და რაღაც და როგორც კი დაუშვათ გავანადგურებთ მათ ხელმძღვანელობას, რომლის შესახებაც აგერ გვაქვს ინფორმაცია ყველაზე, იქ ქურთები, იქ ნაციონალური უმცირესობები გამოვლენ. ეხლა საიდან იყო ეს? მე ვიცი აგერ თბილისში შევხვდი ერთ იმას, რა ქვია, ყოფილი შახის ნაზირ ვეზირის შვილს, რომელიც აქ იყო და მომიყვა ეს ერთი კოვიდამდე. რომ ყველაფერი მზათა გვაქვს, იქო ისეთ სიტუაცია არის, რომ ხალხი მზად არის გამოსვლისთვისო და თავარია რომ დროზე დაარტყანო ამერიკელებმა და ებრაელებმა და უყურებ ახლა კლასიკური საბჭოელი საბჭოების მოღალატეები ესე იგი არ ყოფილი და აგერა თვალწინიდეს და მე ვთხარი მე მაგას რო ამბობ ხო და მე ამას რო დაარტყავენ ბელუჯებიო, ქურთებიო, აზერებიო ეს ყველანიო გამოვლენო და დავამხობთო მე ვთხარი ეგენ რო გამოვლენ მე ირანს რა დაემართება ხო დაიშლება მეთქი არაო ჩვენ ელიტებთან ოლაპარაკებული ვართო ვინ მოგცათ მეთქი გარანტია ამ ელიტებს ალბათ ბრიტანელებმა ან ამერიკელებმა მეთქი ხო კი აბარაო კი მე ვთხარი ეგენი ხო აუცილებლად შეგისრულებენ მაგას დაიშლება მეთქი არ დაიშლებაო აი ზუსტად ეგ განხორციელდა და მაგას ეუბნებოდნენ ტრამპს ხოლო არასრულდა ეს წინასწარმეტყველება არც ერთი რაც ჩამოთვალეთ არაფერი არასრულდა
გაირკვა რომ ირანს ეგრე ვერ გაანადგურებს, მაგას სხვა სტატია გამოქვეყნე, რატო ვერ გაანადგურებ, როგორი სისტემაა იქ. ხო, მაგას ეს ხო ცნობილი იყო, მაგიტო ვიძახი რომ აი ტრამპს სხვა მრჩეველები როგორ არ ყა, მაგრამ ალბათ რაღაცა ძალიან შეუსრულეს. რელიგიურმა იმან იმოქმედა ძალიან. სიძე ყავს ჯარედ კუშნერი, რომელიც ხაბადის წევრია. ვიტკოფი ხაბადის წევრია. ხაბადის წევრია ასევე ის დმიტრიევი, იქ რომ მონაწილეობს რუსეთის პრეზიდენტ სხვათაშორის. ხაბადი რა არის? ეს არის რადიკალური სექტა, რომელსაც იუდეველები ბევრი საერთოდ არ ცნობენ. ხაბადის წევრი არის ეს პატივცემული ნათანიაჰუც და დანარჩენი ეს თელი ესენი არიან უკიდურესად ესე იგი აგრესიული ფრთა. ეს არის რაბი მენდელ შნეერსონის ესე ვთქვათ მიმდევრები, მანამდე ანუ ლიუბავიჩის ხაბადი ქვია მაგას და შნეერსონი იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბოლომდე, რომელსაც სწამდათ რომ ის საერთოდ ძალიან მისტიკურ წარმოდგენები ჰქონდათ მის შესახებ საერთოდ ეს ცნობილი ახლა ეს შნეერსონის საუბარი იმასთან რა ქვია ნეთანიაჰუსთან ვიდეოები ხო ვიცით? ვისაც არ უნახავთ და მე არ მენდობით შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ ან კითხოთ რას ელაპარაკება რებე იმას რა ქვია რებე მენდელ შნეერსონი ახალგაზრდა ნეთანიაჰუს ელაპარაკება იმას რომ ძალიან ნელა მიმდინარეობს მესაიას მასიახის მოყვანის პროცესი და ჩვენ ყველაფერს ვიზამთ რომ მომეციო კურთხევაო და ყველაფერს ვიზამთ ასე შემდეგ ანუ ამაში ეს ხალხი ეს წარმოდგენები ეს ხალხი მაგას განასახიერებს ილუზიაში არის ხო და არ ახდა ეხლა რო არ ახდა ამაზე მიმდინარეობს ინტერპრეტაციები რატო არ ახდა როგორ რანაირად ახლა ახალ ინტერპრეტაციას მოძებნიან და შთააგონებენ კვლავ ესე იგი ტრამპს რომელიც სრულ ბოდვებშია უკვე გადასული ხო და ამავე დროს დამარცხების ფასაც გაახსენებენ და დამარცხების ფასი რა იქნება? დამარცხების ფასი ის იქნება, რომ ირანი წარმოჩინდება როგორც ახალი გეოპოლიტიკური ძალა, რომელიც აკონტროლებს უზარმაზარ მსოფლიო ეკონომიკის, ანუ ფაქტობრივად ის 40 სრუტეში ფასი დაუწესა. ხო, აბა რა. ანუ წარმოვიდგინოთ ახლა ერთი წუთით 20 მილიონი ბარელი ნავთობი გამოდიოდა 40 სრუტიდან დღეში. და არა მარტო ნავთობი, არამედ სხვა კიდე უამრავი პროდუქცია, გაზი, სასუქები, სამრეწველო პროდუქცია, მაგალითად იგივე ალუმინი, რომელიც კრიტიკულად რომელიც დაუბომბეს სხვათა შორის და ბევრი კიდე სხვა რამ. იმ ახლო აღმოსავლეთში იყო ამერიკული გლობალური კომპანიები 20 გლობალური კომპანია 18 თუ 20 გლობალური კომპანია იყო იქ თავმოყრილი ოფისები ხო წარმოუდგენელი მასშტაბის ესე იგი ინდუსტრიული ზონა შეიქმნა იქ და მთელი საბანკო და რა ვიცი გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი ფეთქავი არტერია და ამ დროს ირანი ხდება ამის ყველაფრის მაკონტროლებელი იმის მაგურად რომ გაენადგურებინათ აღმოცენდა გააძლიერეს ხო მაგას გულისხმობ და რას ითხოვს იმათ ყოველ სანქციების მოხსნას რეპარაციების გადახდას ბაზების გაყვანას და ბაზები თუ გაიყვანა ვინ არის იქ კონკურენტი ვისაც გონია რომ ახლა ან საუდის არაბეთი ან რომელიმე არაბული სახელმწიფო იქ ირანის კონკურენტია სამხედრო თვალსაზრისით მან არაფერი არის არ გონია აი ეგ სიტუაცია და ცხადე ახლა ტრამპს ამ დამარცხების გეოპოლიტიკური კრახის შედეგები მისმა გუნდმა ხო იცის ან როგორ უნდა გაიმართოს რა უნდა თქვას ხო მოიგეს ვერ იტყვის ძალიან შეხში არის ხო ძალიან თუ მდგომარეობაში და აი ხა თქვენ რეგიონი ახსენეთ ასევე ერაყი და რაღაცა ძალიან საინტერესო მომენტი იყო 1979 წელს ისლამური რევოლუციის შემდეგ ირან სურვილი ქონდა რომ სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც ეს რევოლუციები გავრცელებულიყო ანუ უნდა რომ დიქტატორები შეეცვალა სულიერ ლიდერებს და ამ პერიოდში სადამ ჰუსეინი რომელიც იყო სუნიტი მართავდა ერაყს რომლის მოსახლეობის 60% იყო შიიტი და იმის შიშით რომ მასი ჯერი ადამიანგარიყო უაზრო ომი წამოიწყო ირანის წინააღმდეგ და მას გათვლა ქონდა სწავგამარჯვებაზე იმიტომ რომ ირანი დასუსტებული იყო მაგ პერიოდში მაგრამ გადაეზარდა ეს 8 წლიან ომში სადღაც ზუსტი ციფრი არაა ცნობილი მაგრამ 9 მილიონიდან 1.5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა და ამ ომში ისრაელი მნიშვნელოვნად შეერაღა საწვიდა როგორც არ უნდა გაგვიკვირდეთ ირანს
ოღონდ ამას აკეთებდა სადამ ჰუსეინის დასასუსტება და აიათოლა ხომეინის დასახმარება. ცეცხლი ყოფილიყო. ხო, თან კიდე ისრაელისთვის ერაყი უფრო საშიში მტრად მიაჩნდა ისრაელს მაგ პერიოდში ვიდრე ირანი. და ამიტომ აკეთებდა ამას. და კიდე რეიგანი თავისივე მიერ დაწესებული ემბარგოს გვერდით თავლით ირანზე შეერაგებას ყიდდა. მე ამფულით ანტიკომუნისტურ მოძრაობებს აფინანსებდა მაგალითად ნიკარაგუაში ხო. მოკლედ ეს ომი ძალიან საინტერესო ომი არის. ამაზე გადაცემის გაკეთება შეიძლება. აი ძალიან საინტერესო, ძალიან პარალელების გავლება შეიძლება დღევანდელ პროცესებთან და ეხლა მე რის თქმა მინდა ეხლა ახლახანურ ქვეყნებში თითქმის ყველა 13-ვე ბაზა თითქმის მიწასთან გაასწორეს, ხო? აი ხა ამ ბაზის ომის სადაც დასრულდება აღდგენა ხო დაჭირდება. იქ ქვეყნის მოსახლეობა, ეხლა მე უსვენდი ხშირად რომ იბომბებოდა ბაზები, ამას სიხარულით ხვდებოდნენ. იქაური ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. და ეხლა ის მთავრობები თუ მიცემენ ამათ მაგალითად ამის ამ ბაზების აღდგენის საშუალებას, თვითონ მოსახლეობის განწყობები როგორ იქნება თქვენი და თუ მოსწავლდნენ მან და აი არაბული რევოლუცია ეხლა სული ლიდერებს არ გულისხმობ რომ იქ სული ლიდერები, მაგრამ აი ზოგადად ეს სისტემის ამოყირავება და იქ თვითონ მოსახლეობა თუ მოითხოვს აი ამერიკელების იქიდან გაყვანას. ზოგადად ერთი რამე უნდა ვთქვათ, რომ გარეშ ხელშეწყობის შესახებ გარეშე თუ არ არის კრიტიკულად ნიშნულოვანი კი არა, კრიტიკული მდგომარეობები, სახალხო მღელვარებები ორგანიზებული ვერ ხდება. ანუ ორი თავარი ფაქტორი უნდა იყოს, რაღაც კრიტიკულად კატასტროფა უნდა ხდებოდეს, მაგალითად შიმშილი, მაგალითად უწყლობა უწყლობა ემუქრება თუ შედენ ხო? ხო, ესეთი რამეები უნდა ხდებოდეს, რომ შიგნიდან მოხდეს დაუშვათ და გარედან ხელშეწყობილი არ იყოს. შესაბამისად, იმიტომ ხელისუფლება ყოველთვის ორგანიზებული ძალა არის. და ყოველთვის ის დაუშვათ თავისი გადარჩენისთვის ცდილობს კრიტიკული რესურსები მოიზიდოს, რომ დაუშვათ ერთგული ორგანიზებული ძალა ყავდეს, რომელიც არაორგანიზებულ სახალხო გამოსვლას ჩაახშობს. ეს ერთი ამიტომ დაუშვათ იმის მიუხედავად, რომ არაბულ სახელმწიფოებში თვითონ ძულთ ძალიან ამერიკელები ძალიან დასავლეთის ზოგადად გაცნაკ რომ ოკუპირებულები არიან. ისინი და მიუხედავად იმ საოცარი ეპითეტებისა, რომლითაც ამკობენ დაუშვათ მართველებს. ნუ იქ მართალი იქ ამ შემკობისთვის საშინელი სასჯელებია, მაგრამ მაინც რო ვნახოთ მაგალითად ირანელები ამერიკელების ხარჭებს ეძახიან იმას, იგივე გაერთიანებულ ემირატებს, დუბაის მმართველებს და ასე შემდეგ და იგივე დაუშვათ საუდის არაბეთსაც არაკლებენ და სხვებსაც. ვინცაც არ უჭირავს ეს პოზიცია, მაგრამ აქ მეორე მხრივ ის არის, რომ თუ დაუშვათ შეერთებული შტატები გადის რეგიონიდან, ასეთ შემთხვევაში ვერავინ ვერ გააჩერებს პროირანულ დაჯგუფებებს, არც ვერც იმიტომ ის გახდება ბუნებრივი, შეიძლება დაპყრობით ომზე არ წავიდეს, მაგრამ ის ყურის ქვეყნები იძულებული გახდებიან გაითვალისწინონ მეტად ირანის ფაქტორი. ანუ ის ხდება იმპერია, რომელიც ხელმძღვანელობს ამ უზარმაზარ რეგიონს უშველებელი რესურსებით. და იქ რა თქმა უნდა სხვა წონას მიიღებენ ხუსიტებიც. შესაბამისად ახლა და კიდე იქ უამრავი კიდე სხვა ფაქტორებია. შესაბამისად ახლა ეს ამის დატოვება ესე და გასვლა აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ეს არის კიდე ერთხელ გეოპოლიტიკური კრახი. შესაბამისად ახლა ისიც რომ ნავთობი და გაზი და ეს ყველაფერი გადავა უკვე პეტროიუანში. ეგ არის კატასტროფა. ხო, ესეც ხო და 40 სრუტეს აკონტროლებს ერთი წუთი წარმოვიდგინოთ ირანი. აი რა შედეგი რა არის. სანქციები მოხსნილია. ირანი შეუფერხებლად ღებულობს ყველა ნედლეულს, ავითარებს თავის მრეწველობას. 40 სრუტეს აკონტროლებს. 40 სრუტეს აკონტროლებს და შეძდეს იქიდან კოლოსალური ამავე დროს ნავთობის, მთელი და გაზის ექსპორტი მიმდინარეობს უკვე და ღებულობს ამაში კოლოსალურ შემოსავლებს. როდესაც დადგა საკითხი კიდე ერთი ვარემ ამოუწურო თემა, რომ
უფრო პანორამული სურათი იყოს რა. როდესაც არჩევანი დადგა თავის დროზე იმასთან და ატომური პროგრამა, რომელიც ობამამ რომ ესე იგი მისცა საშუალება ნელ-ნელა ობამას ადმინისტრაციამ, ანუ დემოკრატებს ეგეთი პოზიცია ჰქონდა. ტრამპი რაიმით მოვიდა, რომ დემოკრატებმა არა ისრაელის საწინააღმდეგო ის არის. აიპაკი რატო უჭერდა ტრამპს ხარს და ადელსონები რომ მათ არ აწყობდათ ირანის თვის სანქციების მოხსნა. რატო? იმიტომ რომ ისრაელს პოზიცია ჰქონდა რომ მას ერჩივნა ესე იგი სანქციები ყოფილიყო და ომი და ყველაფერი უბედურა რაც ხდება. ვიდრე დაუშვათ ირანს მიეღო შემოსავლები თავისი ნავთობისგან და არა მარტო ნავთობისგან, ირანი უდიდრესი ქვეყანაა. უდიდესი პოტენციალი. უდიდესი პოტენციალი. რო წარმოვიდგინოთ ახლა დაუშვათ რომ ირანს თუ არ ვცდები 6 მილიონი ბარელი დღეში საექსპორტო ნავთობი გააქვს. ახლა წარმოგიდგენიათ ამის და გაზი კიდე, ხო? გაზი მოგეხსენებათ რომ სამხრეთ ფარსი და ჩრდილო ფარსის ის არის ყველაზე დედამიწაზე ყველაზე დიდი გაზის მარაგებია იქ. და წარმოვიდგინოთ ახლა ის რომ ირანი ანვითარებს ამ იგივე დაჭირკრული გაზის ინდუსტრიას, გააქვს ნავთობი და რა ხდება ამ დროს? გასაგებია რომ ირანი დიდდება და ამბიციები ეზრდება. რა თქმა უნდა. ეს ისრაელისთვის გაცილებით დიდი კოშმარად მიიჩნეოდა, თუმცა ისრაელი რატო ახლა ხან თურქეთს სულ მუდმივად ამაშია და არაფერ ცდილობს რომ ესე იგი რაღაცნაირად თავისი უსაფრთხოება დაუკავშიროს მშვიდობას და პირიქით სხვების არევას უკავშიროს მუდმივად. ესე იგი რატომაც გონია რომ ამით უფრო უსაფრთხოდ იქნება და ვერ არის ასე უსაფრთხოდ როგორც ხედავთ. ყველაზე საფრთხიანი ქვეყანა გამოვიდა იქ, სადაც მეტ უსაფრთხოებას პირდებოდნენ ებრაელებს და ამით ჩაიყვანეს იქ, ხო? და ამ შიშით უსაფრთხოა ისრაელი? ამაზე მეტი საფრთხე არც ერთ ქვეყანაში არ აქვს ამდენ ხალხს ერთად აღებულს. ეგრეა, ხო, არა. ხო და ამიტომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული რომ ეს გაუქმებულიყო ეს ხელშეკრულება და კონფრონტაციული რეჟიმი ყოფილიყო ირანთან. ანუ ახლა ეცოთ წარმოვიდიოთ ირანის ამ შემთხვევაში მათი განწყობები. ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ არის ამ შემთხვევაში, ხო? და ახლა როდესაც დაუშვათ თუ გავიდა შეერთებული შტატები, რასთან გვაქვს საქმე? საქმე გვაქვს ამასთან. ამ დროს ემოციები არის ყველაზე უფრო მაღალ იმაზე ასული თამასაზე და ვინ გააჩერებს ახლა ამ ემოციებს დაუშვათ გავიდნენ ამერიკელები და რა იტყვიან რომ ახლა მეგობრობა და ძმობა და ისა ხალხია რომ გაგრძელდება საშინელი ზეწოლა და ამას შეიძლება გამოიწვიოს სწორედ ის რისიც ყველას ეშინია კერძოდ თერმობირთული ატომური დაპირისპირება დაუშვათ და ბოლო არგუმენტის გამოყენება ისრაელის მხრიდან. ხო, მაგრამ ეს მე ის არის კარგი იქნება ეს ატომი რო გამოიყენოს. ამაშია საქმე რომ აი ეს ირანი ამხელა 1,600,000 კვადრატული კილომეტრი არის. ატომი კაი გამოიყენე, მთელი რაც მაინც ხო ვერ გამოაწყვეტს. აი მთელი რაც კრიტიკულ დარტყმას მიაყენებს. კი, არა, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ მე აქ საპასუხო არ იქნება, არავის მხრიდან. პასუხს ახლა რო ფიქრობდნენ ადამიანები, ჩვენ როგორი ის დაიწყებდნენ ამონს. ხო, რა, ჩვენ ახლა თუ განვიხილავთ ადამიანებს განვიხილავთ ისე რომ ისინი ძალიან რაციონალური არცებები არიან და მშვიდობისკენ მიისწრაფიან. ეს არასწორი მიდგომა იქნება, იმიტომ ფაქტებს ეწინააღმდეგება, იმიტომ კაცობრიობის ისტორია რა, ძირითადად არის ომების ისტორია, მუდმივი. თან ირონიული ისტორია, ძალიან ირონიული, აი ძალიან ხიმილის მომღრელია, ხო, აი ტრაგიკომედია, ისეთი რაღაცეებია, რომ ჩაიხედები, აი. ყველაზე დიდი შეცდომა საერთოდ ზოგადად რაც განაპირობებს უამრავ აბერაციას არის სწორედ ესეთი მიდგომა, რომ ყველაფერი მიმდინარეობს რაციონალური ესე გონების მიხედვით და ინტერესების ასე ვთქვათ, ფულის გული ხო არ ეგეთი, რომ ფულის გულისთვის ხდება ყველასე რომ ეს რა თქმა უნდა არასწორია, საერთოდ ეწინააღმდეგება ფაქტებს, მაგრამ ჩვენ ადამიანებს ეგრე გვაწყობს, რომ რაღაცა გასაგები იყოს. ეგრეა, ხო. ეხა ერთი მომენტი მინდა ისე რაღაცა დაახოთ ამ თემასთან და მე რაღაცა ქართულ მარგალიტებზეც გადავიდეთ რა. აი ხა ჩვენ ბევრი ექსპერტები ესეთ ბრალს გვდებენ იმასთან დაკავშირებით თქვენ არ ხართ თანმიმდევრულებიო. იმიტომ რომ უკრაინის ომთან მიმართებაში უკრაინის დანებებას ითხოვდა და ეხა პირიქით ირანის მხრიდან ირანს უფრო მეტ ანუ ბრძოლას მოითხოვდა.
ეხლა მე ჩემ პოზიციას დავიქცე და მე თუ შევთქვი რომ გაშალოთ ეს თემა. ეხლა რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო რაციონალური გადაწყვეტილება. შეიძლება ეს არ იყო, შეიძლება ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება ან ამორალური გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იყო რაციონალური გადაწყვეტილება, რადგან იმიტომ რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება რუსეთის ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ეხლა რაც შეეხება ამერიკელებს ეხლა არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ ირანისგან, ეს არის სრული აბსურდი. ეხლა ეს პატარა მაგალითს მოვიყვან, მაგალითად ირანი და ამერიკა სადღაც 12000 კილომეტრით არის დაშორებული ერთმანეთთან. და ირანს ყველაზე დიდი ბალისტიკური შორსმოქმედი რაკეტა არის 4000 კილომეტრი, რომელიც ეხლა გამოიყენეს პირველად დიოგ გარსიას ბაზარო დაბომეს. და რა საფრთხეა ეს? ეს ხო აბსურდია. უკრაინაში, უკრაინა რუსეთი მოსაზღვრეებიანი და მარტო 2000 კილომეტრიანი ფრონტის ხაზი არის ეხლა ამ წუთას. და ნუ ეხლა რა თანამდებობაზეა საუბარი, უბრალოდ ეს ხო მარაზმია. არა, ნუ ახლა ეს რა თქმა უნდა მარაზმია. ახლა ლაპარაკი იყო კაცო ნატოს გაფართოების საკითხზე, ხო? ახლა ირანის გაფართოება მიმდინარეობდა ამერიკამდე, თუ როგორ არის საქმე? ეს ხო აბსურდია. ხო და არ ვიცი, აი რა არათანმიმდევრულობა რა შეხედა. არათანმიმდევრულობა არის იმაში, რომ ტვინის ცოტა ეს არათანმიმდევრულობის მუშაობის შედეგია, იმიტომ გეოგრაფია არის აქ, ხო მთავარი ახლა. მე საერთოდ არ ვარ იმის მომხრე რომ ახლა რუსეთის მოქმედებები უკრაინაში ხო იქ ცალკე ირაციონალიზმია მაგათი მაგრამ ზოგადად ნუ აი რასადარებენ არა ეს ერთმანეთთან შედარება შეუძლებელია იმიტომ რომ ხა რუსეთის ვერსია ამ თვალსაზრისით რო განვიხილოთ ხო როგორც ესენი უდგებიან ამათი პოზიცია ეს ეგრეთ წოდებული ექსპერტების აბსურდულად გამოიყენება ანუ რუსეთის ოფიციალური ვერსია ამათ ვერსიასთან შედარებით აბსოლუტური უსუსურია ეს იმიტომ რომ რუსეთს ეძახი რომ ნატო ფართოვდებოდა მე ვაფრთხილებდი ესენი ბაზებს აკეთებდნენ შესაბამისად მე დავიწყე მოქმედებები ხო თანამდენი წელი 20 წელია ხო ხო მაგაზე მიდის ლაპარაკი ეს არის რუსეთის ვერსია ნუ ასევე რუსულენოვანი ისა რელიგიური საფაქტორი და ზოგადად მეორე მსოფლიო ომის რემინისცენცი მთელი ბანდერას იდეოლოგია ან რუსეთის პოზიცია მიუხედავად ამისა ჩვენ მოგწონს ეს თუ არ მოგწონს მაგიტო ვიძახ ეს არის რაციონალური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს უკანონო და ამორალური და გავაკრებით მაგრამ გადაწყვეტილება რაციონალურია რა ეხლა იმიტომ მოქმედებდი რომ მე მექნებოდა ეგზისტენციური საფრთხე ახლა რუსეთისთვის ეგზისტენციური საფრთხის მიზეზად დასახელება გაცილებით არგუმენტირებულია ვიდრე ამერიკელების მიერ ეგზისტენციური საფრთხის დასახელება იმის რომ ირანი რაღაცა ემუქრება როგორ ემუქრება ირანი ავღანეთის არ იყოს და ერაყის რანაირად ემუქრება ოკეანე 12000 კილომეტრი დაშორებულ გიგანტურ სახელმწიფო ატომური იარაღის მქონეს უზარმაზარი 6000 ის რა როგორც ზატყოფნაში პალესტინის კობინი და რა ქვია კიდე უამრავი სხვა რამე აი ეს იმდენად ნუ ბოდვითი ის არის მოსაზრებები რომ არ ვიცი მე მხოლოდ მინდა თანავუგრძნო და მოუწოდო მინდა რომ ჯერ ესე დახედონ გეოგრაფიულ რუკას და მე ასევე ხო ასევე დაუშვათ შეადარონ ნატოს გაფართოების პოლიტიკა და დაუშვათ ირანის წინააღმდეგობის ღერძის შესაძლებლობები ანუ ნატოს შესაძლებლობებთან მიმართებაში გეოგრაფიულ ფაქტორიც რო ასევე ეკონომიკური დაუშვათ პოტენციალები მხარეების ესეც განვიხილოთ და თუ ახლა ამაში ვერ დაინახავენ ასე ვთქვათ თავიანთი პოზიციის სისუსტეს ნუ ეს რა თქმა უნდა თავისუფალი ნების საკითხია შეუძლიათ არავინ არ უშლის ადამიანებს იყვნენ მოდი ასე ვთქვათ არალოგიკურები და ხშირ შემთხვევაში გონებრივად განუვითარებლები თუ მათ ეს სიამოვნებას ანიჭებს თავისუფალი ნება მაგალითად თავისუფალი ნება ეს თუ მათ სიამოვნებას ანიჭებს და ასე ვთქვათ იმ ქავილს რომელიც აქვთ არასწორად ჩამოყალიბებული სიმპათია ანტიპათიების გამო ესე უკმაყოფილებს ანუ ფანს სულიერ კეთს ანუ ეს შეუძლიათ მათ ეს ასე ვთქვათ განახორციელონ ესეთი მენტალური კეცის და ემოციონალური კეცის მხანით ესე დაგმაყოფილება თუმცა ეს ინფექციის შეჭრას იწვევს აი ერთგვარი მუნია
რაღაც რომელიც შეეყარათ რაღაც აუცილებლად ახლა რა უბედურება ახლა ეს რაზე გვიხდება ლაპარაკი. ხო. აი ხა ზუსტად მაგ საზოგადოებაზე მინდა გადავიდეთ რა, აი კურირაგი კუპრაძე გამოვიდა და არც მეტი არც ნაკლები ანაკლი სპორტს დაერქვას პრეზიდენტ ტრამპის სახელი. აი მონობის ბოლო სტადიის ამოძახილია უბრალოდ. ჯერ როგორ ახსნა კიდე რამოდენიმე წავიკითხა და გავიხილეთ ეს საზოგადოება უბრალოდ. მე ეს ახალი ალიანსი ხო შეიქმნა ხა, ისე ახალი მოხდი და ახალი სახეები რო არიან თან. საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხეშია, რადგან ის ვერ გადარჩება ივანიშვილის რუსულ დიქტატურაში. ამათ ეს აბსურდები შეერა და მე კიდე ხა ვაშე ბოლო აკორდი ის იყო Fox News-ზე იყო ირანის რეჟიმი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევ და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს. იგივე ხა რუსეთი ჩასვიდა, იგივე რიტორიკა იყო ხო ცოტა რა თქმა უნდა. ეს ჩვენ ყველგან ჩვენ ვართ ესე ჩვენ ვართ აქ თავარი. რუსების მამოძრავებელი ძალა ყოფილა ჩვენ ვარ ვიყოთ ირანი და რუსეთი ფაქტობრივად არ იარსებებდა. ჩვენ რა თქმა უნდა. ჩვენ დამსახურება ეხა ესენი ამ მდგომარეობაში. თავად დამნაშავე ჩვენ ვართ. ტრამპის გზა ეს ტრამპის გზა კი არა ჯერ ეს ტრამპის გზა ვაშე თვითონ ფაშინიანი ძახის რა ხო და ეს მონობის ბოლო სტადია რას ნიშნავს? ქართული სიტყვა ეს არის გამოთქვა ყურმოჭრილი მონა. აი ყურმოჭრილი მონა. აი ზუსტად ესეთები არიან ესენი. ანუ ესენი არიან კიდე ერთხელ მაგაზე ვილაპარაკე, აი საოცარი პროპაგანდის მსხვერპლი ადამიანები არიან სამწუხაროდ ესენი და ამერიკას ჯერა ამის თუ ეს პროტო მავნებ დავალებაა და უნდა თქვენ შინაგანად იციან სისულელეს ლაპარაკობენ? კი, შინაგანად მან როგორ არის როცა სისულელეს დიდხანს რო ლაპარაკობ, მე იჯერებ. კი, შენ თვითონ ხო. ხო, იმიტომ რომ ადამიანს ყველას აქვს გარკვეული სინდისის, ესე ვთქვათ, ნაპერწკალის სიღრმეში, რომელიც მუდმივად გეუბნება, რომ ნუ იტყუები რა. ყველაზე თაღლითებსაც კი ბოლოს რაღაცა მაინც, მე დიდხანს რო იტყუები, ის ნაპერწკალი იმ სიზერკით იფარება, აღარ ასხივებს მოკლედ რა, ასე ვთქვათ. ეგრეა ნებისმიერ რაღაცაში, რასაც ადამიანი სისტემატურად აკეთებს სულს თუ კარგს, იმას მე ეჩვევი. კი, ეჩვევი ხო. თავიდან შეიძლება შეგხვდეს, მაგრამ 10 ჯერ რო გაიმეორე, მე მით უმეტეს თუ იკვებები ამით, ან საკვებს თუ გაძლევენ პავლოვის დაღლივით, ესე იგი რა ტყუილს იტყვიდა და უშუალოდ ამ დროს გამოიყოფა სიამოვნების ეს დოფამინები გამოიყოფა. უფრო მალე ქრება ხო ეგ? რა თქმა უნდა, თუ ინტერესით არის ხო და შესაბამისად ნუ ასეთ და ახლა ეს ამან საინტერესო ისე რომ ეს აქტივისტი გახდა, ანუ ამ ახალ სტადიაში ავიდა, ანუ ინიციატივებით გამოდის, რომ ტრამპის ასიამოვნოს. ანუ ეს ამ შემთხვევაში კუდის ქიცინის გარკვეული, ესე იგი, ის გამოავლინა ნიჭი. ანუ რომ ახლა დაუშვათ მეტი საკვები მიიღოს, აი ისინი რო არიან ხო აკიცინებენ კოდს და რომ უნდა დაუშვათ გამოგტყუოს საკვები მიუხედავად იმისა შეიძლება დაუშვათ პროფესიონალები არიან როგორ გამოგტყუონ იციან ეგ ისე მოგიდგებიან და ჩვენთანაც გამოიყვანეს ესეთი ჯიში ხო აი როგორ პაცემულია აგი რომელიც ახლა ესე იგი წარმოგიდგენია ანაკლის სპორტს რომ ტრამპი მიდის უბსკროლში თან ამ დროს ბუშის გზა რო და ქუჩა ხო გვაქვს ქუჩა ხო კაი ეხაც არის კიდე არის სხვადასხვა ლიბერალიზმის აყვავების პროცესში როდესაც გენდერული თანასწორობის საბჭოები და რაღაცეები რო იყო და ახლაც არის მე მოუწოდებს სასწრაფოდ გააუქმოთ და ისევე როგორც ისე კიდე ის რაღაც სიცოცხლესამართლის კოდექსში რო შეიტანეს ეს გენდერული საკითხები თითქოს ხო ეს იქ გავლენით ხო მოუწევთ უნგრელებს ამის ხილვაკლა კი ხო ის გვახსოვს გენდერული თანასწორობის ხეივანი რო გახსნეს არ ვიცი დიდი რომში გახსნეს გენდერული თანასწორობის ხეივანი ეგ როდის ახლა ეს და 16 წელს კი სანამ ეს ლიბერალური სხვაოდა და ცდილობდნენ ეს რაღაც მოემშვიდებინათ კონსერვატიზმი რო ბოლო დონის სიბნელე რო იყო ხო ეს კონსერვატიზმი რო სიბნელე იყო და რაღაც ჰომოფობია და რაღაცებს ლაპარაკობდნენ ორკები ხო და ესენი ნათლით მოცილი მაშინ რო ისხდნენ ეს აქვია ნათლით მოცილი ბაია პატარაია და გეკა გიგაური და სხვა ესეთი სხვანი მრავალი პატიოსანი და დიდებული ქართველი რო მოძღვრავდნენ ერს გახსოვს ხო გვახსოვს ეს იქ გამუნია და ეს კიდე ეს პატსემული ლიდერი ეს გვარამია ხო
ერის ლიდერი ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს. აქ მე უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ფაქტებია, გადაცემაში რო ლაპარაკობდა მაგას. საოცარი პერფორმანსი რო ჩაატ. ანუ ყველაფერი ხალხი რო შედიოდა იქ და ფხილებს რო იყრიდა ფილებს. ხალხში რო გასურა, ესე გასურა. არ დამოვიწყდება. ეს საერთოდ ნებისმიერ ეს პანოპტიკუმია რა ეს. ხე ქართველები ექსპრესიული ხალხი ვართ არტისტული და ესეთ უგუღმართი ფორმებითაც რაღაც ცდილობენ რომ ეს არტისტულ ექსპრესიულად გამოხატონ ეს. თავიანთი უგუღმართობა და ამით მოიპოვეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური ქულები. უბედურება ის არის რომ 800,000 კაცმა ხმა მისცა. ტექნოლოგია იგივე იყო სხვათა შორის. იქაც რაღაც ეს კოალიციური ამბები გააკეთეს და აი უნგრეთის პოლიტიკური გამოცდილება არ ეყოს ჩვენ ასე ვთქვათ კაი გაგებით აწილები ვარ. კი, კაია, კი, მაგან გადაგორჩინო კაცი, მაგრამ ყველაზე ადრე ესე იგი წინ წავს კუპტით ნიშას დროს მე იმუნიტეტი გამომუშავდა, თუმცა ეს სეგმენტი კვლავ არ არის კრიტიკული, ხო? კი, მაგრამ ცოტანი არიან, კაი. ცოტანი არ არიან ახლა ის არჩევნების შედეგების მიხედვით თუ მივსჯელებთ კონსტანტაა გარკვეული. აი ეს ხო ვისაუბრეთ ჩვენ რომ აი არსებობენ ესეთი ადამიანები. ეს საპროტესტო ელექტორატი არის. მას სხვა არჩევანი თუ მიცემ, ის აღარ მიცემს მაგას ხმას. უბრალოდ სხვა არჩევანი არ აქვს და რაც აქვს, იქიდან ირჩევს. უბრალოდ საპროტესტო ელექტორატი რომელიც მაგათად ხელისუფლება არ მოწონს, ხელისუფლებას არასდროს არ მიცემს ხმას. და ალტერნატივა ეს საყავს. უბრალოდ აძლევს ამას ხმას, თორე ხა ჩვენ ქვეყანაში არ მგონია 800,000 ადამიანი ამ ოპოზიციის ან მოწონდეს და მაგით უაძლევდეს. ნუ ჯინაზე აძლევს. ხო და სხვა რაღაცა თუ შეთავაზე ის 800,000 ჩამოვა 200,000. ახლა ვერ დაგეთანხმები. აი მაგალითად გვარამიას ხმა მისცა 240,000 ადამიანი. და მარტო გვარამის ყველა საერთაშორისო ყველა საერთაშორისო უბნებზე, ანუ უცხოეთის უბნებზე ყველა გაიმარჯვა. გვარამია. ხო, თერმოკოალიცია მაგის ნახილმა კი გეთახმეთ, ხო და მე მაინც მან თუ ალტერნატივა შეთავაზე, გვარამია მან 240 ჩამოუვა მინიმუმ 100-მდე შევანაკლებ. ალტერნატივა რო შესთავაზო, ისინი მათი პოლიტიკური სიმპათიების მსგავსი უნდა გახდეთ. ახლა როგორ უნდა შესთავაზო? როგორ უნდა გახდე მაგალითად გვარამიას? ხო, მე მაგ კიდე რამგონი იცი, მან აი ზუსტად შეიძლება მან აი მარტო ლიბერალი საზოგადოება მაგას აი მაგას კონსერვატიული შეიძლება ვიღაცა აძლევდეს აი შეხედულების ადამიანი შეიძლება აძლევდეს მაგას ხმას არის ეგ მომენტი უბრალოდ აქ რაღაც ისეთი შეიქმნას რაღაცა რეალური სიმძიმის ცენტრი მე მგონია რომ ესენი ამას 800,000 აი 200-300,000 ჩამოვა რა თქმა უნდა მყავთ მაგათ ამორჩევ რომელიც გუცველად უყვართ მაგალითად გვარამია და სააკაშვილი არის მაგრამ ეს ძალიან მცირე პროცენტია ნუ ჩემი აზრით მე ესე მგონია და მოდი ხა ბოლო თემას შევეხოთ აი რა მდგომარეობაში ევროპული ბიუროკრატია რა აი ხა ევროპის საკითხებს საფრანგეთის მინისტრი ბენჟამინ ჰადიდია და კიდე ევროპარლამენტარები უბრალოდ აი ვის ხელში არის მმართველობა ირანზე ბევრს საუბრობენ. სად მდებარეობს ირანი? არა, მოიცა, ეს ჰორმუზის სრუტეა. და ირანი სად მდებარეობს? აი მანდ და ეს ჰორმუზის სრუტეა. ვანახეთ ირანი რუკაზე სად არის? რუკას ხომ ხედავთ? რას აკეთებთ მაშინებთ? ირანი სად მდებარეობს? მოიცა, ეს არის ხომ ირანი? არა, ეს ბულგარეთია, ევროპაში. შეიძლება Google გამოვიყენო? ირანი სად მდებარეობს? ეს არის ევროპარლამენტარები. ეს არასწორია, ეს თურქეთია და არა ირანი. მაგრამ ახლოს ხართ. ირანი სად არის? ახლოს ხარ თუ ახლოს. რომელია ირანი? აი ეს თუ ეს? აირჩიეთ. ფიქრობ ეს არის ირანი, მაგრამ 100%-ით არ ვარ დარწმუნებული. არ არის, ბოლომდე დარწმუნებული არ არის. არა, ეს ავღანეთია. ირანი სად არის? ეს შამათია. იმედი მაქვს არ შემეშლება. არასწორია, ეს საუდის არაბეთია. შეეშალა. ჩვენ ხომ ყველაფერი არ ვიცით, ვაკეთებთ რაც შეგვიძლია. Name 3 countries besides the USA. Africa, Antarctica, Yeah. Europe. What is the capital of France? Italy? I don't know. I'm The sorry. capital of France is Italy. Okay, I'm sorry. Apology accepted. Try again. Yeah, I can't think of it, okay? Sicily? სიცილია. Like a country in France or something. აი ისინი არის მაგრამ ნუს პირებიდი მას ქვეყნის ბედი წყდება ხო ამ ადამიანების იმათ რომელიც საერთოდ გეოგრაფია არ იციან და აი საზოგადო მე რიჩეული მოქალაქეა რომელიც მაგალითად იძახის რომ სამი ქვეყანა დამისახელებდა აფრიკას და ევროპას ასახელებს და საფრანგეთის დედაქალაქ იტალიას ჩემი აზრით
ცოტა იუმორით, მაგრამ ნუ ცოტა სიმართლენაირებით. აი ესეთ ხას არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ უნდა ქონდეს. ამათ ქვეყნის ბედი როგორ უნდა გადაწყვიტოს, რომ საფრანგეთის დედაქალაქ იტალია გონი. აი მაგალითად, არჩევნების წინ, აი რომ მიდიხარ არჩევნებზე, 3 მარტივი მსგავსი შეკითხვა უნდა დაგისვან. თუ ვერ უპასუხებ, არჩევნებში არ უნდა მოხსენ ხმის მიცემის უფლება რა. ანუ არა, მარაზმია მართლა ეხა კატასტროფა. ეს უნდა იწონებოდესო, ილია ჭავჭავაძე რო ამბობდა აბსოლუტურად ის იზიარებდა პლატონის, არისტოტელეს და მთელი კაცობრიობის ბოწინავე ნაწილის გაზს. ზოგადად ლიბერალური შეხედულებები გარკვეულწილად სტიმულირებული იყო სრულ სხვა მიზნების მქონე საიდუმლო ორგანიზაციებისგან და ახლა სტიმულირდება სხვათა შორის. აი მაგალითად აი ეს კლიშეები რაც არის რო განიხილოს სრულ აბსურდებამდე მიდიხარ რა, სრულ აბსოლუტური აბსურდებია, რომელიც სუიციდალურია თავისი არსით, თავის შედეგში, თავის საზღვარში ის სუიციდალურია და ეს სრულიად შეგნებულად არის გაკეთებული და ახლა ვინც ამას ხვდება, მას ახლა გარკვეული ის უნდა კონდეს, ფუნდამენტური განათლება უნდა კონდეს, ამიტომ განათლების სისტემა რომელიც აგებული არის ადამიანების დეგრადაციის და დეგენერაციის სურვილით ამ ადამიანების რიცხვს კრიტიკულად ამცირებს სოციუმში და მე ადამიანები რომლებიც არიან დეზორიენტირებული ბავშვობიდან და კი ვხედავთ ხო აგერ ისინი ახლა ბუნებრივია ვერანაირ წინააღმდეგობას იმ დამღუპველ ტენდენციებს რომელიც არის ვერ უწევენ და ეს არის მიზანიც კი აი ამ ძალების რომლების შესახებაც სახარებაში არის საუბარი, ხო? სრულად კონკრეტულად დასახელებულია ესე იგი. სახარებაში ყველაფერზე საუბარი. დიახ, არის საუბარი და სწორედ ამიტომ ამ აღდგომის წყინვალის ვიდეოში, ესე იგი, ხშირად ვიკითხოთ სახარება. კი ბატონო, რომ უშოთ იქ ზუსტად იმათთან ებრძოდა. სახარება და წავიკითხოთ ჩვენ ცხოვრებას დავინახავთ იქ. ჩვენ ზუსტად. ყოველ უბრალოდ ჩვენ სხვა ისტორიებით გადავხვდა იგივე რას ქრისტეს გადახდა, ზუსტად ყველაფერი გადავხვდა ჩვენ, ყველა ადამიანი გავდივართ მაგზას. უბრალოდ სხვადასხვა ისტორიები და ბევრად ესეთ რბილ ფორმებში. კი ბატონო. მოდი ნენელა წავიდე დასასრულისკენ, იმიტომ რომ დროსაც უკვე გადავაცილეთ. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. სხვა დროსაც ისევ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. კი ბატონო, გაიხარეთ. მადლობა მეგობრებო, რომ გვიყურებდით, კარგად ბრძანდებოდით. შემდეგ შევხვდებით, შემდეგ კვირას არ დაგავიწყოთ ჩვენი არხის გამოწერა, დროებით კარგად ბრძანდებოდით. კარგად ბრძანდებოდით.